მოგეთ სანამ დავიწყებ საუბარს, ერთი თხოვნა მექნება. ტელეფონები აქვს? ყველას გვაქვს. მოგრეთ ლექციის ბოლოს არ დაგავიწყდეთ ტელეფონების ჩართვა. კარგით? ახლა დაფიქრე, ახლა რა ხდება? მიხდით? აბა ახლა ხო არ გაკადრებთ, გამორჩე ტელეფონი მეთქი და რაღაცა. ეს ისე ყუმრობით, იმიტომ რომ ეს დამახსოვდა კარგი ჟესტია. აბა ჩემზე ორი სიტყვას მოგახსენებთ. მე განსაკუთრებით მიხარია დღეს, რომ მოკლედ ყველა ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ, აქ არიან წვერებიანი ბავშვებიც, დიდი ბავშვებიც, ჩვენ მეწერი ვერ ბავშვი, ყველა ბავშვი ვართ, მოწყობდები ბავშვი. ეს გარეგანი არაფერი არა. ბავშვი არის სულით ბავშვი, იესომას თქვა, ბავშვები თუ იქნებითო, აი მაშინ გადარჩებით. ნახე რას გვეუბნება? ამიტომ ყველანი ჩვენ ერთი ბავშვობიდან მოვდივართ და მე განსაკუთრებით მიმართავ ბავშვებს. იმიტომ რომ მე წლების მანძილზე ვიყავი მასწავლებელი სკოლაში ისტორიას დავამთავრე. მე ვისწავლე უნივერსიტეტში 1995-1980 წლებში. რომელ პლანეტაზე იყავით თქვენ მაშინ, აბა? წარმოგიდგენია რა მხნისავარ, აბა? როგორ გადის დრო და მაინც რაღაც არის, აი ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი გამახსენდა. მაშინ არ ვაკვირდებოდი, ჩვენ ხა ათეისტურად გზდიდე და ჩვეულებრივ ვიზეპირებით ლექსებს, მაგრამ ახლა ვუკვირდები რა დაუწერია იმ კაცს. ნახე რას ამბობს ერთ-ერთ ლექსში, თუ გახსოვთ. მე იგივე ვარ, მარა და მარა. რომელი კლასია ხა ძირითადად? ალექსანდრე ჭავჭავაძე გაიარეთ, მე-9 კლასში ისწავლება თუ მე-1000-ში მგონი, ჩემ დროს ასე იყო. აი ნახე რას ამბობს, მე იგივე ვარ, მარა და მარა. არ ვზდევ ჟამთა ცვლას. მე იგივე ვარ, მარა და მარა. ეს ვინ ლაპარაკობს ამ ალექსანდრე ჭავჭავაძე? ვინ არის ალექსანდრე ჭავჭავაძე? ეს სხეული და ის სხეული რომ დალპა და დამარხეს, ვიცით ეგერ საფლავი სად არის. მაშინ ვიზე ამბობს ალექსანდრე ჭავჭავაძე, მე იგივე ვარ, მარა და მარა. ესე იგი რაღაც ნაწილი არის მასში, რომელიც დროთა ცვლას არ უქმდებარება. დრო არ გარი. ანუ აი გარი სწორედ ის ჩვენი ნამდვილი არსი, რომელიც შემდეგ რაღაცა განპირობებლობის მასშია მოქცეული და იმის მიხედვით ამ ქვეყანად რაღაცა მისიას ასრულებს. ზოგი მასწავლებელია, ზოგი ინჟინერი, ზოგი ექიმი, არ ვიცი, სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვანაირად გვეცვა, მაგრამ ერთი და იგივე მე არის. ის არ იყოფა, არ იჭრება, დაუნაწევრებელია პირველი კონცენტრატი. შემდეგ უამრავ სხეულებში ამ სამყაროს ითვისებს სხვადასხვა პროფესიები, ეპოქები და შემდეგ ქრისტეში უკვე ისევ ერთ კაცად იქცევა. აი ეს არის ჩვენში. ახლა მასწავლებლობა, იმიტომ ვთქვი მე, რომ იესოც მასწავლებელი იყო, მოძღვარს ეძახდნენ. ანუ მოძღვარი, რომელიც წინ უძღვის. მე ვიყავი ისტორიის მასწავლებელი. გიყვართ ისტორია ვინმეს? დღეს როგორ არის, მოდაში არის ისტორიის სიყვარული? ჩემ დროს მე აი ჩემი თაობის ვინც არის აქ ეცოდინებათ 1975 წელს ჩავირიცხე, მაშინ უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი იყო რაღაც რაიკომის ბაზა, ანუ მართველი ელიტა გამოდიოდა და იქიდან რაიკომი მდივდა. მე ძალიან ღარიბ ოჯახიშვილი ვიყავი, მაგრამ ისე წამდა კომუნიზმის ნათელი მომავალი ის რომ მინდოდა რომ მეშენებინა კომუნიზმი. და მოვიწყე პირველ წელს. შემდეგ უნივერსიტეტი დავამთავრე 80-ში, მე მასწავლებლობა დავიწყე. ჯერ პირველად სადაც ვანში ვიყავი, გალაქტიკა და ტიციანტაბიძის სოფელში, ჭყვიში, შუამთაში მასწავლებელი. მე სამეგრელოში ვიყავი მასწავლებელი წლების მანძილზე ისტორიის მასწავლებელი და რელიგიის ისტორიის მასწავლებელი, როცა 90-იან წლებში რელიგია შემოვიდა. 94-15 წლიდან უკვე ეკლესიისკენ წავედი და იმის შემდეგ უკვე ღვთისმსახურებაში ვარ, ეს მთელი ისტორია. უბრალოდ ორი სიტყვით მინდა შევეხო ზოგადად აი ჩვენ აქ ვთქვით თავისუფლება და პასუხისმგებლობა და ზოგადად ადამიანი როგორც რაღაცა ღირებულება, რაღაცა კი არა. ადამიანი უდრის ღირებულება, ადამიანი უდრის ღირსებას, ადამიანი უდრის საზრის. ეს არის ქვაკუთხედი, ხოლო თუ როგორ ავითარებს მას, როგორ წდება, როგორ გაიაზრებს, იმის მიხედვით არიან ადამიანების განსხვავდებიან თავით მრავალგვარობები. მე ვიყავი სულ 20 წლის ბიჭი, 1980 წელს დავამთავრე, გითხარი და მჯეროდა კომუნიზმის იდეის. რა არის ხა კომუნიზმი თუ იცით? ანუ
ეს არის საბჭოთა კავშირი იყო ქვეყანა, რომელიც იდეოლოგიაზე იყო აგებული. ესე იგი, უნდა დამყარდეს ისეთი წყობა, სადაც ადამიანის ძმა იქნება, მეგობარი იქნება, პროდუქტები სწორად იქნება განაწილებული. ასეთი პრინციპი იყო თითოეულისაგან უნარის მიხედვით, თითოეულს მოთხოვნილების მიხედვით. ხო, კარგი პრინციპია, ანუ რაც უნარი გაქვს, იმით იმუშავე, ხოლო რაც მოთხოვნილება გაქვს, იმას მოგცემ. ამას რა ჯობია? ძალიან კარგი ის იყო პრინციპები, მაგრამ ერთი მინუსი ჰქონდა ამ წყობას, მინუსი ჰქონდა, რომ ამბობდნენ, რომ ადამიანია ღმერთი. არანაირი ღმერთი არ არსებობს, მატერია რასაც ვხედავთ, აი ხერებს ვკიდებთ, თვალებს ვხედავთ და მოვსინჯავთ, ეს არის მარტო. ყველაფერი იბადება, იზრდება, კვდება. მორჩა. ეს ისე ვიყავით ჩვენ შეგუებული, როგორც აი ნახირი რომ ძოვს და არაფერი არ ერაღულება, არ დაბერება, მიდი ჩვეულებრივ ეცინებოდათ ხოლმე. თუ კი რაღაც კითხვას დასვამდი ღმერთზე, სასაცილო იყო, მე ვიცინოდი ყველაზე მეც ხოდა შეძერხებ. პიროკურზე ვიყავით და გერმანული ლექტორი ჩამოვიდა გერმანიიდან. და ვიყვება ამბავს, რომ პარკში რომ ვიჯექიო, ვიღაცა მომიახლოვდა პროტესტანტი, ვიღაც ქადაგებელი და მელაპარაკებაო, გინდაო ღმერთზე გელაპარაკო. აი იღოს მოწოდი რომ დადიან დღეს და ჩვენთვის უცხო იყო საბჭოთა კავშირში, სიგიჟე იყო. ღმერთს რო იტყოდი, შეიძლება დაეჭირეთ, ან საფსიქიატრში გაგიშვებთ. ხო და ეს რო თქვა გერმანულ ლექტორმა, მე ვიყავი რო იტყვიან აი ისეთი აი როგორ ფანატიკოსი ათეისტი ვიყავი აი მე რო თქვა ეს ღმერთის სახელი ასე ხარხარი ამეთქდა დამაჩერე ძილის ბავშვებთან ხოსელება სიცხვილია რატო იცინიო იმდენად აბსურდული იყო ჩემი წერა მაგრამ აი რა იყო რამ დამაწყებინა ძიება მაინც სამყაროს აქტუარ საზრის აი ჩემ თავზე დავფიქრე ანუ ყველა იბადება ისდება არაფერს აზრი არა აქვს მიზანი არა აქვს მაგრამ მაშინ მოხდა ისე რომ ძალიან მას შერეკილებში რო არის ქალი შემეყვარდა ნამეტნავადო შეც ნამეტნავადო მეც ვაი რომ ნამეტნავადო დაახლოებით სიყვარული ვაბედო ახლა არ მითხარ და არ დაიწყიროთ არ მყარები არასოდესო და ვაიმე და ჩვენ დროს სიცხვილი იყო კაცო თუ გაიგებდა ვინმე რომ შეყვარებული ყავდა სიცხვილით ვიწოდი რატო იყო სიცხვილი ვერ გავიგე გასულ ჩვენ მაგაზე გჯიდნენ წარმოგიდგენია აი შეიძლება ქურდობა ეპატიებინათ რაღაცა ყაჩაღ გეფიცები თუ დაინახავთ ეს იყო მთელი ჩეპე სკოლა ირეო და მშობლებს ატყობინებდნენ რომ შეყვარებული არის არ გვეშინოდა და ვერ ვავლეთ ჩუმად რაღაცა თქვენ დროსაც ახსია ახლაც არა სიყვარული თუ ყვარებია დაბა ხო ყვარებია აი ჩუმად დამიდასტურე ხო კარგია აი სიყვარულმა დადამაწყებინა ეს ათეისტური სახელმწიფო ხო იყო ყველაფერი იბადება იზრდება კვდება და არავის არ ენანება ცხოვრება მერე და კაცო სტალინის მოკვდაო მე კი არა კაცო ჩვენ ესეთი გამოთქვა ხონდა მე რა მოკვდებითო კაცო ყველა აბა როგორო ეს იმდენად გამოუგნებელი იყო ჩემი ბიჭო კითხულობდი ესე ადვილად როგორ ელებია რა სიცოცხლეს მე იმდენად ქონდა ტვინი გადაბრუნებული ბავშვებო არაფერი არ ჩებოდა აი ესეა რასაც თვალით ხედავ ხელით უყურებ ესაა რეალური არანაირი სიცოცხლე ღმერთი არა ნუ მატერიალისტები მატერიალისტი რას აკეთებს იცი რას ხუთი გზობის ორგანოთი მოისინჯება მოიხილვება და ის არის არსებული დარჩენილი როგორ დღეს ჩვენ ვიცი რა ხა თქვენ ჩვენზე მეტი იცი კვანტური ფიზიკა რას აკეთებს და ეს კი არა უკვე უხილავ ნაწილაკებში გადავიდეთ ანუ ახლა რა როგორ ფიქრობ ახლა გული რო გავჭირათ თუ სიყვარული ვერ იპოვისი კი არ არის სიყვარული მაინც და მაინც ხელი თუ და მოგახა შენ ხელი ხო გააქვს მაგალითად გააქვს ხელი მაჩვენე ყოჩა ხელი გააქვს სინდისი გააქვს მაჩვენე მობაკიდებინე ხელი კაცო არ მჯერა მატერიალისტი ვარ მატყუებ რომ შეიძლება თავში შემარკა რაღაც როგორ უსინდისო ვინა გაბრაზდები ანუ მიუხედავად იმისა რომ სინდის სიყვარულს ვერ ხედავთ დაუშვათ არ გვესმის ხელს ვერ კიდევ ნაკლებად არსებულია ვიდრე არის ბოთლი ხოსია ახლა ტვინი ძროხის ტვინი რომ მოვხარშოთ 2 კილო და რაღაცა იქნება და რო გაჭერა ახლა ადამიანი ტვინი ჭკუას ნახავ მან მაგრამ აი ჭკუა აბა აქ ჭკუა არ ჩანს მიკროსკოპითაც ტვინი არის ხელს კიდება იჭკუა რომელმაც ეს ტელეფონი შექმნა ღმერთის ესეა ბავშვო ღმერთს ყველაფერი გამოვლინებაშია და აი ამ კითხვებს ვამბდი რომ ჩემი ცხოვრების აზრი რაშია სიყვარულის მერე განსაკუთრებით ცხოვრებას რომ აზრი მიეცა ჩვენს არ ქონდა ცხოვრებას მექანიკური იყო ყველაფერი სიყვარული იყო კაცო გვიყვარდა კი ყველაფერი მაგრამ ინტერესი ესეთი მაღალი მატერიებისა და არ იყო არავის ჩვეულებრივ სიკვდილი იყო მიღებული ანუ მოვედით აბა რა ვქნათ აბა ერთხელ ცხოვრობ ხო და აი ეს სიყვარულის მერე კითხვა დავიწყე ცხოვრებას აზრი რაშია ჩემი ცხოვრების აზრის აი ზუსტად
აი მაგალითად ჭიქა არსებობს იმისთვის რომ წყალი დაიტიოს დაუშვათ. ზე არსებობს რომ გაგათროს, მარილი არსებობს რომ მოაყარო და დაამარილო. ყველა ნივთი აი ეს სათვალე არის გასხეულებული რაღაც ფუნქცია და მისია, ხო? აი ნატურა უდრის განათების უნარს, მარილი უდრის დამარილი. ადამიანი რას უდრის? ჩემ თავს დაუსე კითხვა. ან ჩემი არსი რაში? არსი, აი გამოყენ, აი არსი რომელიც შეუცვლელია, აი და სათვალის არსი ვიცი რაშია? აი გაიკეთო და დაინახო და წაიკითხო, აი ყოჩა. გაამართლა თავი, ჭიქის არსი ვიცი და ჩემი არსი რაშია? მე როგორც ადამიანი ჭამასმა საშუალებაა. და არსი დანიშნულება, განუმეორებელი რისთვისაც მე მოვე, კითხვა არ ქონდა, პასუხი არ ქონდა. და მე რომ დავიწყე ჩაძიება, დავიწყე მაინტერესებდა და მოხდა ისე რომ პირველად 1900 აი 80 წელს სახარება წავაწყდი, მაშინ რუსულ ენაზე იყო და ერთი პატარა აი მე გთხოვ თქვენ რომ ჩაინიშნოთ ეს ყველას გაქვთ ახალი ახლა სახში ხო გაქვთ პირველი კორინთელების მე-13 თავი. გაიმახსოვრეთ პირველი ორი კორინთელების არის პავლე მოციქული. აი იქიდან იწყება სიყვარულზე რაც წერია ნახავთ თქვენ და მე დედაბრების ზღაპარი მეგონა სახარება და სისულელე და როცა მithuβeti შეყვარებული ვიყავ ხო გითხარი და იმ ციტატა რომ წამიკითხეს იქიდან იმ წამს გადაბრუნდა ჩემში ყველაფერი. ახლა უბრალოდ ეს მოყვები ზოგადად აი ჩემი ისე. შემდეგ მე დავამთავრე უნივერსიტეტი წლების მანძილზე გითხარით ისტორიას ვასწავლედი აი თქვენის ბავშვებს დიდ პატარებს და ასე მოვედით. ну დღეს წმინდა აგერ როგორც იგი გამთქვა ნიკოლოზის ტაძრის ბელსახური ვარ, ну თუ მოგისვენიათ დევს ბევრი რამე YouTube-ზე, რაღაც ახალგაზრდებისთვისაც ხოთა შორის თქვენი თაობისთვისაც. და რაც შეეხება დღევანდელ თემას ახლა უშუალოდ შევეხოთ, აი ისე ვიქამდე მივიდება თავისუფლება და პასუხი მგება. თვითონ ეს ტერმინები თავისუფლება გავშიფროთ. ჩვენ მორგებული გვაქვს ჩვენ თავს, აი ჩვენ როგორც ვესმის, ან რაღაცა ინფორმაციები რომ მოდის, აი ისე ვიგებ და სინამდვილეში თვითონ თავისუფლება სიტყვა გვეუბნება თავის შინაარს, თვითონ სიტყვა. სხვათაშორის ადრე ასე იყო ბავშვები. თვითონ სიტყვა რაღაცა, ხო? თვითონ წარმოადგენდა გამხსნელს იმისა, რასაც ერქვა ეს სიტყვა. მაგალითად, ახლა უცბად მითხარი, უცბად მითხარი, სასუქს რატო ქვია სასუქი? აბა, ვინ იტყვის? მოეპრიანა ვიღაცას, მოდი სასუქს დავარქვევთ ამასო? ანუ რატო უნდა ერქვა სასუქი? აბა მითხარი? ო 51 წელს ვიყავი ამასო სიცილია ამეთქვა ბავშვი. იმდენად ვიმეორებ და არ აკვირდები, საწინსართია გრამატიკა ვიცის. სასუქ იქ მხოლოდ ნიშნის დაბოლება. ასუქებს. ანუ სასუქზე თვითონ სიტყვა სახელი უფრო მეტ სიტყვის ვიდრე ახლა რო ავხსნათ აგრონომს რო კითხვა ან ინჟინერს, აბა დამიხასე სასუქი შეიძლება ეს ორ გვერდზე ამას აკეთებ. ამიტომ სასუქი პირდაპირ გითხარ რას აკეთებ. ესე იყო სიტყვები. ცოცხალია სიტყვა თვითონ და ის თავის შინაარს გამოხატავს. ახლა მოდი ვნახოთ თავისუფლებაზე იქნებ თვითონ სიტყვა თავისუფლება გითხარს უფრო მეტი ვიდრე ფილოსოფიურმა რაღაცა აზროვნების სისტემამ, უამრავი ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები და ბევრი ისინი ამბობენ რას ნიშნავს თავისუფლება. რა თქვი და მოდი თვითონ სიტყვა გავშიფროთ რა. სხვადასხვა ენაზე მოდი გავშიფროთ ერთი ქართულად, ბერძნულად, გავშიფროთ კიდე შუმერულად და გვეყოფა, იმიტომ რომ ორი ან სამი სიტყვების მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა ენაზე. ერთ და იგივე არს სხვადასხვა ანუ როგორ გაიგო მე ხალხმა ერმა ისეთ სიტყვებს არ ქმნიან და შეუძლებელი ამოწურო აი თვითონ ის რასაც თავისუფლება ქვია რა არის შეუძლებელი ერთმა ენამ ამოწურო თლიანად მეორე ენა მესამე ენა უნდა დაიმსახურო ისა დაიხმარო იმიტომ რას გულისხმობ როცა ვამბობ და ქართველმა რატო დაარქვა მოდი ესე თქვა თავისუფალი რას ნიშნავს თავისუფალი ხარ უფალი რბინ არის ანუ თავის მფლობელი ასე არ არის ფლობს რას ნიშნავს საკუთარ თავ ფლობ ვიმორჩილებ რას ნიშნავს ვიმორჩილებ აი მანქანას რამდენისა აქვს პოზიცია ძირითადად აქვს გაზი და მუხრუჭი ხო ვინ არის კარგი მძღოლი ვინც უფრო მეტად აჭერს გაზს თუ უფრო მეტად მუხრუჭს აბა მე პროვოკაციული კითხვაა ხო არასწორი კითხვაა ანუ ვინ არის კარგი მძღოლი ვინც იცის როდის გაზი ხმარო და როდის მუხრუჭი მაშინ ახალ პროფესიონალი თორე ხან გაზი ხან
ამაზე კი არა დამოკიდებული, სადაც ახლა ავტობანზე თუ მიდიხარ, გაზს თუ დამიაზე, თუ მიხვალ-მოხვალ გზებში და მით უმეტეს ახლა ბავშვებია რაღაც ეზოა, იყო ადამიანსაც აქ ორი კატეგორია ბავშვებო, ორი ისა გვაქვს ჩვენ ძირითადი ფუნქცია, ყველაზე ძირითადი რა არის? კი, ანუ გაზი მიაჭირე, მიდი. მიაწექი ბიჭო ქართველებმა ვიცი, მიდი, კარგია ბიჭო, გავუშვი ბიჭო ჭიჭიკია დაბს ხელიო და მე კი უშვებ, მაგრამ დათვი არ მიშვებს. აია მიაწექი, კარგია, იქიდანაც გაწובה და ასე რომ მარტო მიწოლა არ ყმარა, მე მინდა და თავისუფალია ეგრესადაა. ეს არის კის რიჩა, ისა ერთი ფუნქცია. ახლა მეორე ფუნქცია უნდა გქონდეს აუცილებლად. რა არის? არა. როდის ახარ უფრო თავისუფალი თუ დაკვირვებულ ხარ შენ? როცა კის ამბობ თუ არას ამბობ. აბა დაფიქრე. უფრო ძლიერ ნებისყოფას რა სჭირდება კის თქმას თუ არას თქმას? რა თქმა უნდა, ესე იგი როდის ყოფილიყარ უფრო მეტად თავისუფლებელი? როცა კის ამბობ ყველაფერზე და მიდიხარ აწვევი თუ როდესაც ზღუდავ შენ თავ მეტი თავისუფლობის უნარი ვისა აქვს? შეუძლია სადაც საჭიროა მოზღუდოს. აბა და ამ დროს როგორ არის დღეს თავისუფლება გაგებული? გასაგები არ ვიტყვი, ხო? თქვენ ისედაც იცით, რომ რაც გინდა აკეთე. ჩემი ნება, რასაც მინდა, იმას გავაკეთებ და ასე შემდეგ. კი ბატონო, მაგრამ აი ეს ორის კომბინაცია თუ არ გააწონა სწორე, ეს უკვე არის აღვირა ხსნილობა, ხოლო მეორე თუ ზედმეტი არა გაღა, ეს უკვე მეორე ჭირი არც ეს ვარ გაუყვე. ახლა მანქანა რო ყავდეს და დაუშვათ თუ სულ გასაჭერ და დადმიღო, სულ პრობლემები გექნება. ჯარიმები მოგივა და სხვებთან პრობლემები გექნება. მაგრამ ახლა შეგეშინდეს და არიქა კაცო ეს მანქანა და იქნებ ავარია დამემართოს რაღაცა და შიშით რომ ეზოდან არ გაიყვანო და ადგილზე ამუშავო და ხმ იძახო. ეგეც არ ვარ, იმიტომ მანქანა იმისთვის არის და გახვიდე ტრასაზე. მაშინ რა უნდა ქნა? ორივე უნდა იცოდეს სწორად. სად კი და სად არა და წუთი სოფლის რა ქვია, რას ამბობენ წუთი სოფლის რაო? არაკიო, ხო? და რა ყოფილა წუთი სოფლის არაკი? არა და კის კომბინაციები. თითოეული ადამიანი არის ამ არა და კის პროპორცია. უსასრულო ვარიანტები ერთი ერთზე ჩვენ ვერ დავაჯერთ ამას სად არას შეიძლება სადაც არა თქვი ვიღაცამ კითხვა. ან პირიქით და მთელი ჩვენი ცხოვრება არა და კის კომბინაციებია მთლიანობაში მეტი არაფერი. ახლა მოდი კიდე რაღაცას გეტყვი. თქვენ გაგიგიათ სიტყვა ეტალონი. გაგიგიათ? რა არის ეტალონი, აბა? ვინ მეთქი? აბა ბიჭო, მთელი წელი რო ხმა არ მოგიყია. აბა მითხა. ფილმში რო არის მერვილესკის ემბულანსი, ოროსანი როზის უკა ესეთი თიცოატეს მამალზე რო ამბობს რაღაცა უძნელობას. აბა მითხარი, აი ეტალონი როგორ გესმით თქვენ? აი თქვენ ცნობიერებაში ეტალონი რო გაიგეთ სიტყვა რა დატოვა ამ ზოგადად ხო იცი ეტალონი გაგიგიათ სიტყვა? ეტალონის სიტყვა გაგიგიათ? ნუ მოგეთ არ გაწვალებთ. ეტალონი არის აი მეტრი, კილოგრამი, საათი. სამივე ამათი ეტალონები არსებობს, მაგალითად კილოგრამის და მეტრის ეტალონები შვეიცარიაში არსებობს. ანუ რა აი დავუშვათ ეს არის 1 კილო. მაგრამ მე რა ვიცი რომ ეს 1 კილოა. იქნებ რაღაცა რამდენი ხანი რომ იდო ამ ზემ დააჭირა, ან რაღაცა დაჟანგდა, ან რაღაცა დაემართა და სვეთაში 1.50 გრამი დააკდა. და ისევ კილო მგონია და იქნებ კილო არ არის. ამიტომ მე რა რითი უნდა გავზომო რომ ნამდვილი კილოა. ეტალონი უნდა მქონდეს. რომელი დასულია ბანკში, სპეციალურ საცავში, ჰერმეტულად, სადაც არაფერი არ მიდის რომ მას გრამი დააკდეს, ან ზემო კოროზია დაემართო, რაღაცა მიმოქმედოს, გარედან რომ ყოველთვის ვიცოდე რომ შევამოწმო ამით კილო რომ არ გაფუჭ, ჩემი კილო რო არ იყო და ტირაჟირება მოხდება სიყალბის უკვე. და ეს რო არ მოხდეს შიგადაში გამოწმებენ, საათსაც ამოწმებენ. ახლა შენ რო გითხრას კაცო, რომელი საათია? შენ საათზე მე შემიძლია, მე რა ვიცი, შენი საათი იქნებ წინ მიდის, ან უკან, ამიტომ რას აკეთებ? ეგერ თბილისის კურანტები რო არის საკრებულოს თავზე, იმით სწორდება ტელევიზიის საათები საქართველოში. იმას აი ეტალონი რა არის? მეტრის ეტალონიც არსებობს, 1 მეტროა, მაგრამ იმ მეტრი არის თავისთავად მეტრი, იმას არაფერი არ უნდა დააკდა, იმით იზომება ყველაფერი. აი ხა კი და არას ეტალონები არ უნდა არსებობდეს როგორც ფიქრობთ. შენ სადაც ამბობ აი ქრისტესაგაც ეს სიტყვები. თქვენი არა იყოს არა, თქვენი კი იყოს კი. აბა როგორ გესმით ეს? უმარტივესია. ანუ რას გეუბნება? აი ხა შენ სადაც არას ამბობ და შენ სადაც კის ამბობ. ეტალონი არა და კი რო არსებობდეს. 10 კიდან ეტალონის კი რამდენი იქნება შენი კი, სადაც კი თქვი, ეტალონი კი.
სადაც ნაღდი კი უნდა გეთქვა. 10 შემთხვევიდან შეგიძლია თქვა რომ 10-ვე ერთ-ერთი ეტალონი კი იყო ჩემი კიო უნივერსალური ნაღდად ყველა კი სიტყვა და იქ სადაც შენ კი ან სადაც მე არა ვთქვი ეს არის უნივერსალური არა ეს არის მატრიცა არა რომ ვთქვა ესე იგი ეტალონი შეგიძლია თქვა რომ 10 შემთხვევაში სადაც შენ არა გითქვა თქვი რომ ნაღდად არა იყო საჭირო რამდენჯერ გითხრავს რომ რამ მათქმევინა რამ მიმაცემინა ფეხი მომწყდომოდა და არ წავსულიყავი არ მიმეცა ნახე სულ ორჭოფობაში ვარ ჩვენ ნაღდი არა მე რო ვთქვი ის არა არ გაქვთ ეჭვები რომ იქნებ კი ჯობდა იქნებ მიმეცა და იმას რომ არ მივეცი ან პირიქით რომ არ მივეცი იქნებ არ მიმეცა ჯობდა ანუ არა და კი არის იქ ეტალონში მაგრამ ჩვენ ამ ეტალონს უახლოვდები ანუ კაცი როდის ახარ მაშინ კაცი მაშინ ხარ როცა შენი არა ქრისტე გეუბნები შენი კი არის კი რატომ აქ ამას მნიშვნელობა აი პილატე თუ გაიგია თქვენ პილატე პონტელი იესო რო პროკურატორი იყო იესოს დროს და ის იყო პროკურორი რომის ანუ კანონის გამსაცდელი პილატე ხვდება რომ იესოს პოზიტიური სამართლით ანუ რომაული სამართლით ანუ დაწერილი კანონის მიხედვით ეს კაცი მართალია მაგრამ ებრაელებს არაფერი არ ესმით მათ შურიათ იესოს იმიტომ ის ისეთ რაღაცებს ლაპარაკობს და მათ ენგერებათ ამიტომ წარმოდგენით სამყარო ამბიციები ამიტომ ითხოვენ იესოს ჯვარცმას პილატე პროკურორია სიმართლე უყვარს კანონმდებელია და იცის რომ კანონით ეს კაცი სიტყვას არ იფსახო და შუაშია პილატე ნახე ახლა პილატეობა რას ნიშნავს თქვენ თავს დააკვირდით თუ ორი რეალობის წინაშე დგას პილატე ერთი როგორც კანონმდებელმა სინდისიერმა კაცმა როდი რო თქვა და შენ თავი მიიღახარ რომ შენ ხარ პილატე სინდისი გეუბნება რომ ეს კაცი გასაწერი არ არის ეს კაცი მართალია მაგრამ ებრაელები ანუ უკვე მეორე მხარე შენი გეუბნება რომ ეს კაცი გაწირე გააყარი ჯვარზე თორემ შენ კეისრის მოღალატე იქნები რატომ ეს კაცი ამბობს იესო რომ მეფე ვარ შესაბამისად შენ თუ მაგას გაამართლებ შენ კეისარს დაუპირისპირდები იმიტომ რომ ეს კაცი ამბობს მეფე ვარო და ეს კეისრი მტერია უკვე და შენ კეისრი მტერს იცავ და პილატე ჩავარდა საგონებელში თუ გახსოვთ თქვენ იუმორისტით აბა ასფალტი ვჭამო აქედან იწყება აბა ასფალტი ვჭამო ანუ ჩემ შვილებს რა ვაჭამო და რა თვიდა ჭეშმარიტება თუ კი მე შეერი მოვკვდები აი რა პოზიციას დაიჭერდი შე პილატე რო ყოფილიყავ აბა მითხარი კაცურად უკვე პილატესად გაიჭედა პილატე მისის როგორც კანონმდებელმა როგორც რომის პოზიტიურ სამართალზე ეს კაცი არ იმსახურებს ნაღდად შურის გამოკრავი ჯვარზე მაგრამ სად გაჭედა პილატე იცი მაგ თუ შენ ამ კაცს გაამართლებო ეუბნებიან ებრაელი მაშინ რომის კეისარს რომელიც წარმომადგენელი პილატე რომლისგანაც ის არის დანიშნული შენ კეისრი მტერი იქნები იმიტომ რომ მისი მტერი გაამართლე და პილატე შუაში დადგა რა ქნას არ იცი კიდე გაიყვანა ქრისტე მესამე იქნებ ცემით იჯერო ცემო თუ გინდაო არაო მოკალი და მაშინ პილატე იბანს ხელს სწორია პილატე ხელი რო დაიბანა ახლა თქვენ რამდენჯერ დაგიბანიათ ხელი აბა ბიჭებო გულში ჩაიხედეთ ნაღდად იცი რომ აი ეს საქმე არ არის გასაკეთებელი მაგრამ თუ გააკეთებ რაღაცა წააგებ ასფალტი ვჭამო ანუ მაშინ ეს რა აბა ეს აბა მე რა მაშინ აი ეს მე ეგო აფუჭებს ჭეშმარიტება და ქრისტეს ჯვარზე აკრავს ვინ არის ქრისტე ქრისტე ამ შემთხვევაში როგორც ისტორიული პიროვნება კი არა ქრისტე როგორც შენი კაცობის პრინციპი ნამდვილი კაცი აი ეგ არის ჭეშმარიტება რატო არის ჭეშმარიტება ჯვარცმული ჩვენ სიმართლეზეა ჯვარცმული ჩვენ ჭეშმარიტებით რომ ვიცხოვრობთ ასფალტი უნდა ვჭამოთო მაშინო ანუ რაღაცა დაგვაკეთება კაი მანქანა კაი სახლი ძმაო კაი ხელფასი კაი სამსახური და ესენ თუ არ მექნა რა თქმა უნდა царილი ჭეშმარიტება ჭამო და წამგებიანია წყარებში ნახე ოღონდ ვისთვის არის წამგებიანი რომელი კაცისთვის პატარა კაცისთვის არის წამგებიანი ამიტომ შენ პილატეობას უნდა არჩიო ის რომ დაკარგო აქაური ეს რაც ჩამოვთვალე კაცი რომ დარჩები უფრო დიდი იქნები ქრისტესთან ხარ უკვე ქრისტემ იგივე გააკეთა მას არ შეეძლო რომ შესულიყო იერუსალიმში მეფე დაიკურთხებინა მეფედ მიყავდა ფაქტურად ყველა უპირატესობა მისი იყო მაგრამ არის სარგები ამით იესო და ჭეშმარიტება ჯვარზე ავიდა ანუ უერთგულა იმას რასაც მისი სინდისი ეუბნებოდა მიუხედავად იმისა რომ ლურსმების მეტი არაფერი არ დარჩა მაგრამ აღდგანიშნავს იმას რომ ჭეშმარიტებას ვერ მოკლა ჭეშმარიტება შეიძლება შეაფურთხო შეაგინო დაამცირო იმას ვერაფერს ვერ უზა შიგნით ის იმიტომ რომ ის ნამდვილია და ნამდვილს რას უზა ვერაფერს ვერ უზა აი ამიტომ თავისუფლება საიდან იწყება
აი შენში აბა დააკვირდი სადაც ამბობ კის და სადაც ამბობ არას, რატო ამბობ კის და რატო ამბობ არას. პილატე ხო არ ხარ? რაღაცა პიროვნული გამორჩენის და ეგოსთვის, ამბიციისთვის, ამპარტავნობისთვის ხო არ გაწირე ჭეშმარიტება, რომელიც გეუბნება, რომ ეს არ უნდა გააკეთო გიგა, არ უნდა გააკეთო დათო. გეუბნება ხმა, არ გაიგია და მაინც რო აკეთებ, არ ყოფილა აკეთე. არ არის? დავიჯერო? სულ დიალოგში ხარ საკუთარ. აი თურმე რა ყოფილა არა და კი და თავისუფლება. აი თავისუფალი მაშინ ხარ, როდესაც არას ამბობ, სადაც არაა საჭირო და კის ამბობ, სადაც კია საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ასფალტის ჭამა მოგიწევს. დიახ? იმიტომ რომ როდესაც სიმართლე გულში გაქვს, ვერ ანაზღაურებს იმ სიხარულს და იმ ძალას, რომელსაც შენ განიჭებს ის, რომ ჭეშმარიტ მხარეზე დგები, თუ გინდათ სხეული წაგართვან თუ გინდა. მერწმუნეთ ეს ასეა. არ შეგეშინდეთ ქრისტე ამბობს, რომ ეძებეთ სათა სასუფეველი, ყველაფერი მოგეცემა თქვენ. ტყუილია თქვენ ყველაფერი, რასაც შენი მეტი ჭეშმარიტების ხარჯზე რომ გამდიდრდეთ, რაც არ უნდა ერთ დღეში დაგიკარგებათ ყველაფერი. მაგრამ თუ ჭეშმარიტების გულისთვის რამეს დატოვებ, ყველაფერი დაგიბრუნდება 1000 წილად, არაფერი არ დაიკარგება. იმიტომ რომ შენ ჭეშმარიტების ერთგული ხარ. აი თურმე რაში ყოფილა თავისუფალი ნება. ახლა თავისუფალი თქვით, რომ ის არის ვინ ფლობს საკუთარ თავს. ანუ შეუძლია სადაც საჭიროა კითხვა, სადაც არა, ეს მიშვებული კი არა. ხო და მაშა სადამე. მაშინ ვინ ყოფილა ადამიანი? თუ მუდმივად უნდა, აი როგორც მძღოლი რო ხარ, ხო? ნახე, საჭე გიჭირავს და ორი პოზიცია გაქვს, მუხრუჭი და გაზი. თუ სუფხიზელი არ ახარ, მუდმივად გჭირდება შეცვლა კომბინაციას. ხო არ არის სულ ერთ და იგივე ავტობანი. უამრავი მოსახვეები ყოველ ჯერზე შენ უნდა ცვალო და სიფხიზლეში უნდა იყოს, სად რა გამოიყო, არ შეგეშალოს. ხო ასეა. ახლა წარმოგიდგენიათ ადამიანი რამდენად უფრო რთული პიროვნება, ვიდრე მანქანა. დღეში იცით რამდენჯერ ჭირდებათ აი ამ კიდე არას თქმა, ახარ აქ რო ხარ, აქედა რო გახვალ, სახში რო მიხვალ, მეზობელთან სულ მუდმივ კი არა, ანუ მივცე თუ არ მივცე, ვუთხრა თუ არ ვუთხრა, გავჩვდე თუ არ გავჩვდე, აუარო გვერდი თუ არ აუარო გვერდი. ნახე, ადამიანი არის როგორც უწყვეტად სიფხიზეში უნდა იყო, რომ აი ეს არ შეგეშალოს. თორე იმ წუთად პრობლემები გექნება. ახლა სახში რო შენ დაიკოს რო ექცევი, ისე და თმებს რომ მოუწესკე, შენ დაიკოს იგივე ასაკის ქუჩაში რომ მოუწესო თავი პატრონს გამოუძახე. ნახე რაღაც უკვე შენ ასე იგი როგორც გინდა ისე არ გამოვა. ანუ შენ უნდა ისწავლო ახლა. სად როგორ მოიწე ამას უკვე ხომ ყურადღება ჭირდება, ამას დისციპლინაც ჭირდება, ამას ხომ მიყურადღება. აი თურმე ადამიანი ვერ ყოფილა. ახლა შეიძლება შენ კითხობ, რას გვაწვალებს მამა გურამ ეს ღმერთი კაცო. ჩაეწერა ჩვენი GPS-ი კიდე არა კომბინაციები და სადაც საჭიროა უცბად იქვე მიმეხო გამო რატო უნდა ვიმტრიო თავი? აი ცხოველები, კაცო, ფრინველები, ინსტინქტებით იმართებიან მშვენიერი. არაფერი არ ვიცი პირდაპირ ფუტკარ თაფლი მოაქვს იმას ეს მოაქვს, არც 10000 ფუტკარი ერთ კაში აშენებს იმას, რასაც ადამიანები 1000 წელია ვერ სწავლობდნენ და ისეთ იდეალური სოციალური წესრიგია. YouTube წერი ჯობია ჩვენ როგორ ფიქრობ? რატო გვიჭირს ასე გარჩევა? არ ჯობდა რომ პირდაპირ ვწოდო და უცბად თეთრი შავით უცბად ცუდი და აი ვის როგორ უპასუხო ეგერვე ვწდობდე. ავტომატურ რეჟიმში ვიყო ადამიანი არ შეიძლება? რას მაწვალებს განგებო კაცო? რატო უნდა ვიმტრიო თავი და თან პირიქით ოდნავ შეცდომას არ პატიობს საზოგადოება, არც ოჯახი, არც მეზობელი. ხო და თითქოს საწვალებლად გაგვაჩინა ღმერთმა, ვითომ? აი ახლა ამაზე უნდა გავცეთ პასუხი. მოდი ახლა გავაგზავნოთ ის თავისუფლების ტერმინი, კიდე რა გვაქვს ჩვენ. მაგალითად, ბერძნულად ქვია ელევთერია. აი თავისუფლება სიტყვა გამო ელევ სიტყვა არის აი სასიამოვნო, კარგი, ესეთი, აი ესეთი. ხოლო და ანუ ეს არის სვლა იქითკენ სადაც გული მეწევა, ერთად რომ მოძრაობა და ჟინი და ვნება არის, აქ სამი ტერმინი ერთად შეერთება. მთლიანად შევაერთოთ ბერძენისთვის, ანუ ქართველისთვის რა ყოფილა და იმახსოვრეთ. და იგივე მცნება, რომელსაც ქართველმა თავისუფლება დაარქვა, ბერძენმა დაარქვა სვლა იქითკენ სადაც ჩემი გული მეწევა. ანუ გულით რაც მინდა, ანუ გული რასაც მიდასტურებ, თუმცა წამგებიანი იყოს თუნდაც ტვინი ყოველთვის ანგარიშობს, რა დამრჩება იქიდან.
რა მოგება რა ხეირია ანგარიშობ და მე ამ ანგარიშით იქცევა მაგრამ როდესაც გულის არნახით მოქმედებ ეს უფრო ამაღლებული მდგომარეობა აქ შეიძლება წაგება ნახო მაგრამ გული ბიზნესმენი არა ბიზნესმენი არის ჭკვია იმიტომ რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ მეორებდენი მიიღოს ეს მეორე და ახლა მესამე ვთქვა და საკმარისია უკვე შუმერულად რა ქვია თავისუფლება და აი მერე უკვე ჩვენ შეგვიძლია უფრო ღრმად ჩავიდეთ რა არის ის ცნება თუ მოვლენ რომელსაც ქართულად თავისუფლება ქვია ბერძნულად ელეფთერია შუმერულად ამაარგი და ასე შემდეგ სხვადასხვა ენები თვითონ ის რა არის რამდენიმე ენის ჩვენ სხვადასხვა იმით კუთხით უახლოვდებით რომ თლიანობაში შევკრათ იმიტომ თუ ეს გავიგეთ უკვე მივხვდებით რომ თავისუფლების დროს კი არ ვიტანჯებით და კი არ წავაგებთ რამეს თუ ასე ვიცხოვროთ არამედ პირიქით ჩვენც უფრო მშვიდად და მყარად ვიქნებით და საზოგადოებაც მყარად იქნება ჩვენ შუმერულად ქვია თავისუფლება ამა არგი ამა არის მამა დედა ესე ამა სხვა სიტყვა სიტყვით ნიშნავს იგი თავის დედას დაუბრუნდა ანუ შუმერებში იყო ქარლ ღმერთი ესეთი ქალაქის ცენტრში ის იყო ქალ ღმერთის ქანდაკება და ადამიანები იყვნენ ამ ქალაქისგან სხვადასხვა იმით დაშორებული იერარქიით. ნუ თავიანთი წოდების მიხედვით შუაგულ ქალაქში ვინც მოვიდოდა ის ნამდვილად ერქვა მაგას თავისუფალი. მანამდე იყო უფრო დაქვემდებარებული დონეს ხო არის ახლა რაღაცები იერარქიები სოციალური. ანუ ვინ იყო სოციალურად თავისუფალი, რომელიც ამ პერიფერიიდან ცენტრში შეძლებდა შემოღწევას, ნუ დამსახურებით ნელ და აი ამ ქალ ღმერთს კალთაზე დაუდებდა თავს. ზუსტად ამას ნიშნავს იგი თავის დედას დაუბრუნდა. ანუ ვინ ყოფილა თავისუფალი? ანუ შინ ვინც დაბრუნდა? სახლში დაბრუნდა. ესე იგი თავისუფლება უკავშირდება მაშინ გონს მოსვლასაც. ხოლო აი ეს ანარქია, თავგასულობა და ის ყველაფერი რაც დღეს არის, რასაც თავისუფლების სახელს ვარქმევ, თურმე სულ უნურება ყოფილა ეგ. ეს არ ყოფილა თავისუფლება. ანუ მოდი ახლა დასკვნა გავაკეთოთ რა ყოფილა თავისუფლება. თავისუფლება ყოფილა ნიჭი, უნარი, გამოცდილებით მიღებული, როდესაც მე შემიძლია პროპორციულად თანაბარ ზომით ვიმოქმედო არა და კის კომბინაციებში, საჭირო რაოდენობა, სადაც საჭირო თქვა არა, სადაც საჭირო თქვი კი და ეს იმის გამო კი არა რომ პირადად გამოვჩე, არამედ რომც მოვკვდე, ჩემი ყველა სიცოცხლეც გავწირო, მირჩევნია რომ ვიმოქმედო ამ იმპულსით, ამ გულიდან, როგორც ბერძნული ამბობს და ამ შინაგანი სამყაროდან და აი მაშინ ესე იგი თურმე გასულთ ეს მიტინგები რო იყო რომელ პერიოდში იყო კაცო ერთი თქვენ შეიძლება არ გასულთ ჰიტად იყო ცეული ჰიტად თავისუფლება ისე არ მოდის თავისუფლება ლომთა ხვედრია გასულთ ეგა ანუ ეს არ არის კანის ფერივი თავისუფლება არ გადმოგეცემა როგორც ორი ფეხი გადმოგეცა ხო მემკვიდრეობით მაგრამ ორი ფეხი რო გაქვს ჯერ კიდე არ ახლა თავისუფალი აი თავისუფალი მაშინ იქნება როცა ამ ორი ფეხით იცი საიწახვით სწორ მიმართულებას არწი ვიქიდა გამდი კი თუ არ წავიდე თუ არ წავიდე რომელი ჯობია ახლა იქ მივდივარ რა დამხდება რო არ წავიდე რას მოვიგებ და ემო წონი აბა რის გამო მიდიხარ იქ სხეულისთვის კუჭისთვის პირადი ეგოსთვის მიიღებ სარგებელს თუ სარგებელს მოუტან იმან ვისთანაც მიდიხარ და კიდევ სხვებს ანუ რა ინტერესი გაქვს როცა რაღაცას ირჩევ ან პირიქით რაცა რაღაცაზე უარს ამბობ ნახე შესეგი შენ პასუხისმგებელი პიროვნება ხარ შენ შერაცხადი პიროვნება ხარ შენ რომელს არჩევდით აი პასუხისმგებელი ან ყოფილიყავი სამყარო წინაშე თუ ღმერთს ისეთი შექმნით პროგრამასა ფუტკარით თუმცა სულ თავს აკეთებ ფუტკარი ნახე რა კაი გოგოა სულ თავს აკეთებ კიდე აურიე თუ კიდე სკა მაინც თავს გააკეთებ ძროხა სურძე მოაქვს კიდე ცემე კიდე ბალახი არ დაუყარო ძროხა ვერ გაბრაზდება ვერი თუ ახლა მე მცემეს და ბალახი არ მაჭამეს ახლა ისე წარე ბალახს შევჭამრო შვილებს მოუწამლა ისეთ რძეს გავაკეთებ ვერ გააკეთებ ძროხა არის კეთილი ძროხა? აბა გეკითხები. ნახე რამდენი კაი გააკეთა. არც წყის ბატონო, მაინც ძე მოაქვს შენთან რაც არ უნდა უყირო, თან ძე კარგია. არის კეთილი ძროხა? აბა მითხრა. შეიძლება თქვა რომ ძროხა კეთილია, ფუტკარი კეთილია, ნახე. ძე ერთი წუთი არ აგვიანებს. და როგორ ფიქრობთ, გვათმობთ, მაგრამ ძე არ არის კეთილი. რატო? ზე კეთილი მაშინ იქნება მას შეეძლოს არ ამოვიდეს ან გაბრაზდეს და არ მოგცეს მაგდენი ნათელი არ ხარ ღირსები ახლა რუსეთი უკრაინა იბრძვის
შუაგულ ევროპაში მე ესენი გავაჩინე ვათმოდო ნახე კრავენ ხვალიდან 10 გრადუსი დავაკლებ ტემპერატურას. ვერ დააკლებს. მოვა, ვერ გაბრაზდება და არ იტყვის თუ თქვენ ღირსები არ ახარ და არ ამოვა. არა, მაინც ამოცულდება. მაგრამ ის არ არის კეთილი, რატო? ასეთად არის შექმნილი. ამიტომ ჩვენ არ ვამბობ ზე კეთილია, ფუტკარი კეთილია, ძროხა კეთილია. რატო? იმიტომ რომ ისინი იძულებით არიან კეთილები, არჩევანი არაა. გინდოდა ასეთი კეთილი ყოფილიყავი შენ პირადად. მეცო შე იძულებით კეთილად ასეთად. გინდოდა? გარედან დასრულებულად რომ შენ აი ფუტკარი იყო, მაგათო სულ თავს აკეთებ. მაგრამ იმიტომ კი არ აკეთებ თავს, რომ შენ ასე გინდა. იძულებული ხარ. მაგრამ ადამიანი აი ვინ არის ადამიანი? ადამიანის ის ვით პასუხებელია თავის ვისაც შეუძლია მოგცეს და არ მოგცეს. აი ეს ღმერთმა დაუტოვა ადამიანს არჩ. ამაგათი მე რაღაც ჭიქა წყალი აგერ დავასხა და მოგცე აი რამდენი მადლობელი იქნები, იცი? იმიტომ რომ შემეძო არ მომეცა. და ამ დროს ძროხა 10 ლიტრად ძეს გაზოს ყოველ დღე და მადლობას არ ეუბნები. ზე გათხოვს და მადლობას არ ეუბნები. იმიტომ რომ მათ არჩევანი არ უყარხარ, შენ ზეს შენზე ზე არ ამოზდის. იმიტომ რომ ამოდის. არა, გინდა არ გინდა ამოდის ის. ახლა ადამიანს კიდე შეუძლია მზე იყოს, მეორე ადამიანისთვის შეიძლება ყინულიც იყოს მეორე ადამიანისთვის, ირჩევს. აი ეს არის ადამიანად ყოფნის ტრაგედიაც და ბედნიერებაც. შანსი ადამიანად ყოფნა. შანსი ჯერ კიდე არ არის გარანტია. მარცვალი რო ავიღოთ ახლა საზამთროს მარცვალი. საზამთროს მარცვალს აქვს შანსი რომ გახდეს 20 კილოვიანი წითელი ხრაშუნა საზამთრო. მაგრამ ჯერ კიდე შანსია, იმიტომ ვიღაცამ შეიძლება ის მარცვალი აიღოს, გაკნეტოს და შეჭამოს. და დამთავრდეს შენი საზამთრო. კვერცხი შესაძლებლობით არის წიწილი. შესაძლებლობით, მაგრამ ვიღაცა შეიძლება მოვიდოს გატეხოს და ერბო კვერცხი შეჭამოს ეგრევე. და არ შენი წიწილი გამოდა, ამ დროს შეიძლება კრუხსო დაუდო. წიწილი გამოვა, მომდევნო წელს ის წიწილი ერთო, რამდენი 20 კვერცხს დადებს, იქიდან თითო კიდე გამოვა და 1-5 წელიწადში მთელი მსოფლიო წიწილებით იქნება გავსებული. ერთი წიწილი კვერცხიდან. შესაძლებლობით არის, ოღონდ. შესაბამისად ადამიანი აბა ვინ არის ადამიანი? აი როგორც კვერცხი შესაძლებლობით არის წიწილი. მარცვალი შესაძლებლობით არის ნაყოფი. ადამიანი შესაძლებლობით არის კაცი. თორე შეიძლება ვაცი გამოვიდეს. კაცი აუცილებლად შეიძლება ვერ შედება. აი ვაცი, აი მაშინ გვაქვს ხუმრობ ხოლმე. სამეგრელოში არის მითიური არსება ესეთი ოჩოკოჩის ეძახია თუ იცით მეგრული ვინმე. ოჩოკოჩი იყო ყველაზე საშიში არსება ოჩოკოჩი რო ვიტყვი გვაშინებდნენ მაგრამ ოჩოკოჩის სიტყვას ეტყვით ნიშნავს ვაცკაცა ვაცი და ოჩი არის ვაცი კოჩი არის კაცი ანუ რო შევაერთო ოჩოკოჩი ყოფილა ვაცკაცი ვაშკაცი არა ვაცკაცია ჯერ ჩვენ ვაშკაცები არა ვარ ვაცკაცები ვარ ვინ არის ვაცკაცი ნახევრად ვაცია ნახევრად კაცია ანუ რეალიზირებული არ არის ნახევრად რას იშა ტვინით ჭკუით გონებით ლაპარაკობს რომ კაცი ვარო, მაგრამ ვაცია ბუნებით, ვნებებით, ემოციით, ერთ წუთში შეუძლია დარეწოს ყველაფერი გააფუჭოს. ანუ არ არის მოშინაურებული, ხეშად უთქვა საკუთარ თავი მოშინაურებული, ნახევრად ცხოველი ხარ. არა ვართ ასე? ძალიან კარგად ვიცი ჩვენ რომ განკითხვა არ შეიძლება. მაგრამ აბა მიდი და ერთი დილი და საღამო და არ განიკითხო, აბა ძალიან კარგად ვიცით რომ გინება, გაბრაზება, რისხვა, შური არ შეიძლება, მაგრამ აკეთებ? ესე იგი არ ყოფილხარ თლად ვაცკაცი ყოფილხარ, ვაშკაცი არა. ნახევრად ვაცი ვარ, ნახევრად კაცი. მაგრამ გვაქვს შესაძლებლობა და შანსი. აი ეგ არის ადამიანი თავის შესაძლებლობა. აი რუსთაველში გახსენეთ ბავშვებო. ოღონდ ვინც ახლა მე ვიტყვი ახლა ეტაებს შუამდე და მე თუ გააგზელებს ამ ტაებს ტაშ დაუკრავ. და კაცი იქნება, ვაცი არ იქნება. აბა მიდი. აბა ნახოთ. აბა ნახე რუსთაველი რას ამბობს კაცი არ ყველა სწორია დიდი ძევს კაცით კაცამდე ო ნახე რუსთაველმა რა გითხრა კაციო ყველა კაცი არ არისო ეგრე სადაა ჯიგარო კაცი ჯერ კიდე არა ხარ თუ ორფეხზე დადიხარ ორფეხზე სერაკლემას დადის ორანგუტანგი დათვით და ბაჯბაჯებს ადამიანი კი ხარ მაგრამ კაცი ის არის ვინც ამ ორი ფეხით იცის საწავიდეს აი მაშინ ანუ შენ უნდა მისცე მიმართულება. კაცი მაშინ არ ახარ, როდესაც ლაპარაკის უნარი გაქვს. ეს არის ადამიანი მეტყველი არსება, ბიოლოგიური არსება, რომელიც აქვს მეტყველები კი ბატონო, მაგრამ მეტყველების უნარი იმასაც აქვს, რა ქვია.
თუთი ყუსაც და იმაში რო არის შერიკილები დაუხურეთ საინფორმაციო ღრუ რა ადგიდან რო ლაპარაკობ რა მოდის იქიდან არ ჯობია სულ არ ლაპარაკობდე ამიტომ ჯერ კიდე კაცი არა ხარ თუ ლაპარაკობ გააჩნია რას ლაპარაკობ მაშინ ხარ კაცი სად რას როგორ რამდენს თუ არა და ვაცი ხარ მაშინ ერთი 100-ში განსხვავება ან ვაცი ხარ ან კაცი ხარ ჩემგან დაწყებული მაგრამ არა უშავს ჩვენ მივდივართ ამ ნახევარ ცხოველურ მდგომარ რომ აი ეგ არის ჩვენი შანსი რომ ღმერთმა თავიდანვე კაცად არ შექმნა ფარშად შექმნა ჩვენ ჩვენივე თავის ფარში ვართ ნახევარ ფაბრიკატი ადამიანი ნახევარ ფაბრიკატი კაცია როცა გამოცხება როდესაც უკვე აი როგორც კეცი რო ავიღოთ ახლა ცომს ვერ შეჭამ ხო მაგრამ ცომი არის საპურებასა ცომი რო არ ქონდე პურს როგორ მიიღებ აი ცომს როცა გუმერში ჩავდებ და აი უკვე გამოცხება წყალი რო გამოშერება მისგან აი მაშინ არის უკვე კაცი პური ადამიანის წუთისოფელი ბავშვებო არის საცხობი ერთგვარი ნახე რას ამბობს სოდომებძენი შვილო თუ უფალს მიახლები სამსახურად განსაცდელისთვის გაიმზადე თავი მოთმინებით დაითმინე მორჩილებით დაითმინე დამცირებანი ვინაიდან ოქრო ცეცხლში გამოიწრთობა უფლის რჩეულნი კი მორჩილების ქურაში ოჰო მორჩილების ქურა რა ყოფილა თურმე მორჩილების ქურა არის წვავშეში ყველაფერს რაც დანამატია რაც ზედმეტია წყალწყალაა უნდა აი როგორც კეცი რო გავაკეთო მე თიხის თუ ცეცხლში არ გავატარე პირველივე მოხმარებისას მიეფშნება ზედ საბძოლო დავალების შესრულებისას ქოთანი მიელეწება ეგრევე მაგრამ თუ ცეცხლში გავატარებ რომ მოშორდება წყალი რაც არის და წვენი მაშინ უკვე ქვასავიდე უკვე კეცია აქედან მოდის კაცი და სიტყვა გვაქვს მკაცრი ანუ სიმკაცრე აუცილებელია კაცი მაშინ ხარ როცა მკაცრი არ არის ბოროტი კაცი არის რომელიც ყარია თავის გადა კის ამბობს არაში არას ამბობს აქ არის ლაპარაკია არა ჯობია თუ კი ჯობია არა არას და კიც საჭიროა უბრალოდ სადაც არაა საჭირო იქ თქვი არა გაბედე თუნდაც ასფალტი ჭამო და სადაც კია საჭირო თქვი აი როგორ გურამიშვილს როგორ აქვს აბა კარგს თუ კარგი არ ვუწოდეავს თუ ავი არ ვუწოდე კარგ სახელად რა დავარქო მე თუ გინდა თავი მომჭრან ტანი გახდეს გასაბერად ვინც არ აგავს კახაბერსა მე ვერ ვიტყვი კახაბერად ანუ ტყუილს ვერ ვიტყვიო ჩვენ აბა თქვენი თავი არ დაგიჭერიათ რამდენჯერ გითქვია რომ ეს კახაბერია კახაბერი კიდევ გაწყობს არ არის მეც გამიგეთებია რა ვქნა მე აი ესე რომ პატარ-პატარას დავთვალ ახლა მე ახლა ვის თუ ცალკეული საშენი მასალა ნეხვისაგან შედგება ოქროს სასახლეს როგორ მიიღებ გაწყენებულ საქართველოს თუ თითოეული ქართველი თავის სადარაჯოზე კახაბერს არ ეძახის ანუ არა შენი და კიკი არ არის შენი ერთგვარ მთლიანობაში როგორ ავშენდები მილიარდებით რო შემოვიდა საქართველოში შეჭამს ვიღაცა კომბინატორი ბიუროკრატი რომელიც თანამდებობას შენამდე არ მოვა ამიტომ სანამ ჩვენ თავისუფლები არ ვიქნებით ისევ არჩევნებზე ისევ მისცემ ხმას კარტოფილის გამო ძმაკაცობის გამო ნათესაობის გამო ისინი მოვლენ ხელისუფლებაში 4 წელი იქ არიან მე თვალით ვერ ნახავ მთელი 4 წელი 4 წლის მერე ისევ მოვლენ შენთან ისევ მოგეფერებიან რა გიდაბა გაგიგეთოთ აბა და ნახეთ განათლება არ ყოფნის ეს არ არის თავრობის კრიტიკა მგონია ეს არის ზოგადი კრიტიკა როგორ უნდა მოიქცეს სანამ ჩვენ თავისუფალი მაშინ ხარ როდესაც შენ ხმას აი ბისმარკმა თქვა მე მგონი არჩევნების დროსო ხმას კი არ უნდა ითვლიდენო არამედ წონიდნენო ხმას წონა უნდა ქონდეს რაოდენობა რა არის არაფერი და აქვს თუ არა ჩვენ ხმას წონა ჩვენს არა აქვს რატო იმიტომ თვითონ არც ისი შენ რა არის ცუდი და რა არის კარგი რა არის კეთილი გარჩევის უნარი არა და ყველა ვარიანტში გამოყენებული ხარ უკვე ნახე უკვე პასუხს აგებ შენს მომავალზე და ვის აბრალებ ახლა რუსეთს დააბრალე და იმას ამერიკას და ევროპას და იმას ვისაც გინდა ირანელებს ისევე თავი ჩვენია თავრობა ჩვენ ვართ ეს ყველაფერი ჩვენ როგორც ცნობიერებას ამიტომ აქ თავისუფლება და პასუხისმგებლობა აი ჩვენ რო დღევად ერთება ეს თუ აქედან თუ არ ისწავლეთ თქვენ ბავშვებო მე ადვილად მოგერვა ცხოვრება არ გაიფუჭოთ იცოდე არ გაყიდოთ თავი სანამ სიწმინდე გააქვთ კიდევ სანამ კიდე თქვენი არ შელახულა თქვენი სინდისი პილატესავით
აი ესეთი ხელისბანვა არ დაგიწყია, აი მანამდე დაიცავი თავი და ახლა გამახსენდა გოდერძი ჩოხელი. გოდერძი ჩოხელს აქვს პატარა მოთხრობა ღურიემდე გაგვიმარჯოს. და ყვება გოდერძი თვითონ ამ პატარა მოთხრობის ისტორიას სუფრაზე ვართო და ერთი მოხევე კაცი წამოდგაო ჭარმაგი ცოტა ადგაო თქვაო ღურიემდე გაგვიმარჯოსო დალია და წავიდაო ბიჭო გაგვაშტერაო ბიჭო ვიყურები რას ნიშნავს ღურიემდე გაგვიმარჯოს დავა ძალიან დავა ინტრიგაო და ერთიო კაჩერტიო რა ძმურა გააჩერეს მოგვიყევი რა აგვიხსენი კაცო ეს რო თქვი რომ ღურიემდე გაგვიმარჯო რო გარბიხარო ძალიან დაგვაინტერესაო და აგვიხსენი რას ნიშნავს ეს ღურიემდე გაგვიმარჯოს და მოყვა ეს კაცი ისტორია კომუნისტების პერიოდში მაშინ უკვე ბიუროკრატია იყო რაიკომის დივნები ცეკავს დივნები ავისაც ჯიხვი უნდა და ნადირობა უნდა მათი არ იყო ქვეყანა არ ღვევდნენ თვითონ კანონები და ეს კაცი იყო მონადირე ცნობილი ჩამოვიდნენ ამას და მოუტანეს ვინტოვკები ყველაფერი და წამოდიო რა ჯიხვი მოგვაკლევინო აკძალული იყო ეს კავკასიური ჯიხვი მაგრამ რა სიტყვა და ჩინოვნიკები არიან ცეკა რა ქნა საწყალმა გავყევიო უგულოდო და როდესაც დავინახავ ჯიხვი მოკლეს თუ მოკალიო და თქვიო რომ მეორეჯერ იმის მერე თოპი არ დამიჭერია ხელშიო და გადმოგხედეო იქიდან არ აქვს და რო არ აგი მოწკანწკარებსო ეს აკაფებული კალმახები რომ წინავე და დაბლა ბარისკე რომ მიდის კისრის ტეხვით და ბართა რო ჩადის აქედან ღურიემ დინარე უერთდება და მერე უკვე ამღრეული არ აგი მიდის ბარში ღურიემდე გაგვიმარჯოს ანუ იმასა აქტარი ჭადურიას ორა კარგი ხართ ბავშვებო სანამ გაივლის ბავშვობა სანამ ზეს ეთამაშებით სანამ ზეგვეთა გეთამაშებათ აი მე ღურიენა კაცემდი და ამიტომ დაიცავი თავი ამ მამაც რო იყოს დედაც რო იყოს მასწავლებელიც რო იყოს სადაც გეტყვია რომ არა უნდა თქვა აქო და შენ უნდა თქვა კი და გული გეუბნებო კი თქვი გოლიდან რო გაგრიცხონ სახლიდან რო გაგაგდონ ბავშვებო ერთადერთი რის გამოც ჩვენი არსებობა არის გამართლებული ეს არის თავისუფალი სული და როდის ხარ თავისუფალი როცა შენ არჩევანი და კი და არაშუა და სხვას არაძევა მარჩევა როცა საჭმის გამო სადაც საჭიროა კი არას არ ამბობ სადაც საჭირო არა იქის არ ამბობ არ იყიდები არ მეთანხმებით ყველაზე ძვირფასი ეს არის როდესაც ამ სადარაჯოზე მე დავდგები ასეთ თავისუფალ ადამიანთა ერთობა იქნება გაწმენებული საქართველოს თუ ჩემში არ მოხდა შენში არ ზოგადში როგორ მოხდება მითხარ ზოგადში გარედან როგორ მოხდება ზოგადში არის ტყუილები ეგე ტელევიზიით წყეპავენ რომ ყველაფერი კარგადაა ჩვენ ცხოვრებაში ყველაფერი ხუთიანზეა აღთოვანებული ვართ ხმალი გავფრინდები და შენ უნდა შენი სული სადარაჯოზე და მთელი ქვეყანა რომ არას ამბობდეს შენ უნდა თქვა კი თუ კი იცი რომ ეს კი უნდა თქვა მან აი პილატესავით რომ არ გაიმეორებ იცოდი იმიტომ ის რასაც ისტორიას ყვები ჩვენ პილატე ქრისტე ეს არ არის ისტორიული ფაქტი ეს არის პრინციპი იესოობა არსებობს დღესაც იესო უნდა იყოს შენ საქმეში როგორ მოიქცა იესო არ დათმო თავისი პრინციპები არ შეეშინდა არ გაცვალა მიწის სიკეთეში უერთგულა ჩეშმარიტებას და აი ეს არის ჩვენთვის მისაბაძი იგივე თვითონ ვიცხოვ მეც იესო ვიქნები იესოზე წერია რომ სიტყვა გახდა ხორცი სიტყვა კაცო იესომდეც იყო სოკრატეს სიტყვა იყო პლატონის სიტყვა არისტოტელე ლაოძი ყველაფერი ნათქვამი იყო თქვენ თუ გონიათ იესომ რამე ახალი თქვა მაგრამ რა იყო ახალი ქრისტეში სიტყვა ხორცად იქცა აი მაგალითად ებრაელები ათეისტის მატერიალისტის აღსანიშნავად ხმარობის სიტყვას ეპიკოროს ნიშნავს ეპიკურელი ვინ არის ეპიკურელები ხო იცით ბერძენი ფილოსოფოსები ჩვენთან აღრიცხვამდე რა ვიცი მე-5 რომელი ხა საუკუნე მე-4 ესენი იყვნენ განათლებული ხალხი მწიგნობრები რომლებიც ხალხს ანათლებდნენ რომ ცხოვრების აზრისი უნდა ესწავლებინათ ხალხის მსმენელისთვის მაგრამ ნელ-ნელა მათ ეს ფილოსოფოსობა და განათლება გაუხდათ ტკბობისაგანი აი თავს იტკბობდნენ ამით აი როგორც ჰედონიზმი იყო მაშინ ჭამასმა გართობა აი უკვე ლაყაფი ანუ ფილოსოფიურ კატეგორიებს ჯელობა და ამით ხას უსვამენ და ტკბებიან ანუ იმის ნაცვლად რომ მასაში ნათელი შეეტანათ ამ ფილოსოფოსობით და ეჩვენებინა ჭეშმარიტს და თვითტკბობისთვის და თავის განდიდებისთვის იყენებდნენ არა ეს იყო ყველაზე დიდი დანაშაული იმიტომ რომ ეს უნარი მოგეცა შენ განგება იმის რომ საკუთარ თავი გაანათლო და სხვებსაც ნათელი მიაგო ამიტომ ასეთ ადამიანს ურწმუნო ერქვა ამიტომ მიზანი ბავშვებო თქვენი მიზანი ის კი არ უნდა იყოს წარმატებას მიაღწიოთ ვიღაცას გაუსწროთ რაღაცა სიგელები მოიტანოთ კარგი ბიზნესი ყველაფერი კარგია ეს მაგრამ ყველაფერი ფუჭია აი ქართველებმა ვიცით ეს ჩვენ დღემდე მოვიდა მაგრამ თითქმის
თითქმის არ იხმარება უკვე კაცი თუ არა ხარ ჩემ დროს იცოდი რადგან 5 დიპლომით რო გქონდეს არაფერი არ ახარ ალბათო თქვენ ალბათ თქვენ ბავშვობაში გგავსოთ კაცი თუ არ ხარ რა გინდა და ვინ არის ეს კაცი კარგად რო იცის ქიმია ბიოლოგია რამდენიც გინდა ნახავთ მაგრამ კაცი არა არც ის არის კაცი ხშირ შემთხვევაში ვინც შეიძლება კარგი მუსიკა დაწეროს კარგი ლექსი ჯერ კიდე არ ახარ კაცი იესოს არც ლექსი დაუწერია არც კანდაკება გამოუკანდაკებია არც განტოლებები ამოუხსნია მაგრამ მთელი სამყარო მის გარშემო მიტოვე იმიტომ რომ კაცი იყო და ვინ ყოფილა კაცი აი რასაკი არა და კის კომბინაცია უმარტივეს არა კიკია რომც მოვკვდე იცხოვր ამ პრინციპი და კაცი ხარ მე გთხოვთ წაიკითხოთ მაუგლის ავტორი ვინ არის აბა მე ისა აბა მაუგლის ავტორი ვინ არის კიპლინგი აი დაგუგლეთ ორი თარგმანია ქართულად მათ ორივე ერთმანეთზე უკეთესი წაიკითხეთ კიპლინგს აქვს უნიკალური ლექსი დიდი ლექსია ეს არის ადამიანი ვინ არის ადამიანი აი შენ გეუბნება მოზარდებს ეუბნება აი როდის ხარ კაცი აი მაშინ ხარ კაციო და ჩამოთვლილია აი სულ თუ იქნება ასე თუ იქნება ყველა გთხოვ წაიკითხეთ ამობეჭდეთ ის კი არა და კედელზე გააკარით და წაიკითხეთ ყოველ ჯერზე როცა სახლიდან გამოხვალ დილი და საღამოდი მე მინდა ვიყო კაცი აი ესე ილო აი ეს არის ლოცვა უფალო როგორ შენ იყავი კაცი ისე ბაცხო რომ მე არ გავყიდო ჩემი სული რაღაცა ზიზიპეპილებისა და რაღაცების ჯილდოს და რაღაცის გამო უერთგულო ამას და ეს გიწერია თქვენ კაცობა ყველა რო არ გვეწეროს არც მოგთხოვდნენ პასუხი ამიტომ არის ადამიანი შერაცხარი ანუ უყურე ხარ რაშია უკვე პასუხგებლობა გადავედი პასუხგებლობა შენ იმაშია რომ თავისუფლებაში დარჩი აი რა პასუხგებლობაა ახლა კიდე გეუბნები ცუდია თუ კარგია ეს პასუხგებლობა კარგია რატო იცი ჩემ არჩევანზე მომცა ღმერთმა მე არა ვარ ცხოველივი დასრულებული გარედან კეთილი ფუტკარები ზესავი მე თურმე რაღაცა შემიძლია და არ მე არჩევანი მომცა აი არჩევანი რო არ ვიყო კეთილი მაშინ მე კეთილი არ მაშინ იძულებით კეთილი ვიქნებოდი ზეს არჩევანი არაა არჩევანი რო ქონდა მაშინ იქნებოდა კეთილი აი შეუძლია დააკლოს ტემპერატურას შეუძლია არა აქვს არჩევანი შესაბამისად კეთილი არ არის მე მაქვს არჩევანი მე შემიძლია ეს წყალი მოგცე ან არ მოგცე მიყვარდეს ან არ მიყვარდეს შესაბამისად ადამიანად ყოფნა ყოფილა საშიში რატო თუ სწორად არ გამოვიყო შეიძლება დავანგრიო ყველაფერი ანუ მე პასუხს ვაგებ უკვე ჩემი თავის წინაშე კი არა სამყარო წინაშე იმიტომ რომ თუ მე არასწორად წავა თელი თელი დღეს ხო კვანტური ფიზიკა ამტკიცებს რომ ერთი ენერგეტიკულ ველში ვარ თელი წყალი ორგანიზმი ადამიანები და ყველაფერი შესაბამისად თითოეული ჩემი აზრი ფიქრიც კი უკვე სამყაროზე ზემოქმედებს აბსოლუტურად იცოდე შენს მომავალს რა მოგველით ვძერწავ ჩვენ ყოველდღიური ჩვენი სიტყვით აზრითაც კი აზრი უკვე მატერია შენი აზრი შენ დის სერვერში ხარ ჩართული აი გულსრო აქვს სერვერი ცენტრალური სერვერი აქ რა აზრები ცხოვრობ იქ მიდის და იქ სოუ შენ ჩვენს მომავალს შენ ჩემზეც ხარ პასუხგებელი შენ თუ აზრები ცუდი გაქვს ბოროტებით სიძულით ხარ მე მანგრევ შენ პასუხს აგებ ჩემ წინაშე იმიტომ მე დამაკელი შენ ეს ახლა დიდი ელეთმერეთია კიდე ცხოველების სიყვარულთან დაკავშირებით მე შვილიშვილები ყავს და გიზნებიან ლუსი ყავს ზაღლი ისა კოკერ სპანიერი და შვილი ვითა ყავს ყავს გვიყვარ როგორ არ გვიყვართ ამაზე არ არის ლაპარაკი ბავშვი ნახე არის ტენდენცია რომ ადამიანზე მეტად ზაღლი მიყვარს თუ იმ კაცს ზაღლი უყვართ რა რო იხჩობოდესო კაცი და ჩემი ზაღლი რა თქმა უნდა ჩემ ზაღს გადავარჩევ ანუ თითქოს უყურე რა ხდება მაგრამ სად არის აქ ბოროტება დამალული იცი ეს სიყვარულის უნდა არის ღმერთმა პირველი მოგცა რომ გიყვარდეს მოყვასი შენი ანუ ღვთის ხატება ადამიანი ღმერთი პირველი ცნება რა არის ღმერთი გიყვარდეს ვინ არის ადამიანი ღვთის ხატება ანუ ცოცხალი ღმერთი ადამიანი გინდა გიყვარდეს ღმერთი გინდა პატივისცე ღმერთს გინდა თაყვანიცე თაყვანიცე ადამიანი აგერ არის ადამიანში ვარ გასოს იესო რას ამბობს მეორედ მოსვლი წინ მე რომ მოვალო გავყოფო ცხოვრებ თხებისგანო ცხოვრებს ვეტყვიო დადიქით მარჯვნივ აქეთ ჩემკენ და დაიმკვიდრეთ მამა ჩემი სასופველი რატომ რა საქმეების გამო რა ქნეს ამა საინტერესო არ არის სასופველი ვინ დაიმკვიდრეთ ხო შეიძლება ჩვენ ვიფიქროთ ხო აი მე ძალიან მაგარი ხალხი იქნება ხო რაღაცა მსოფლიო რეკორდსმენები ოლიმპიური ჩემპიონები მილიარდელები ან ძალიან ცნობილი ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლები რაღაც ქველმოქმედები ტერეზა და ვიღაცეები აბა რა ვთქვა აბა ნახოთ აბა ვინ იმკვიდრეთ მამის სასופველს არ გაინტერესებთ რა ხო საინტერესოა რაღაცა ხო უნდა გააკეთო გმირობა აბა ნახე პირველი იესოს აბა რატომ მოდითო ჩემთანო მარჯვნივ დადეგითო დაიმკვიდრეთ მამა ვინაიდანო შიოდა და მაჭამეთ ნახე
ხო არ უთქვია რომ შიოდა და ხარი დამიყალითო. მაშინ ხო შეიძლება აუ რა ვქნა ძმაო, ხარი არ ამყავს და ვერ დავკლავ თორე ახლა ნუ მე რა გავაკეთო? ჩემი ბრალი არ არის, ძალიან დიდი მომთხოვა. არა, მაგრამ აქ იმართლებ თავს, გაიმართლებ, შეიძლება რომ შენ არ გქონდეს პატარა ლუკმაც კი რაღაცნაირად რომ შიერი დააპურო, შეგიძლია თავი იმართლო? ჩემი ბრალი არ არის, მე ვერ ვაჭამებ შიერსო, ვერ გაიმართლებ თავს. იმიტომ ხარის დაკვლა რო ეთქვა, კიდე გაიმართლები თავს, ნუ არ მქონდა ხარის ფული და რა ვქნა. რას ხერა რა პატარას გეუბნება? შიოდა და მაჭამეო. წყუროდა და ჭამო მითხარეთო კი არ წერია კაცო. დამალევინეთო, ჭიქით. ძვირია, დნელია? რა სიტყობს, მითხარი? კარგი, უსახლკარო ვიყავიო და სახლი ამიშენეთო? ორსართულიანი თავი მიშენებით, ბერანდით, კაი ადგილზე, კაი დანაშენებული. არაო, აბა რაო? ჩემი ფარეთო, ერთი ყამითო, გარეთ სიცივეში წვიმაში რო ვიდექიო. საპატიმროში ვიყავიო და რაო? გამათავისუფლეთო იქ მოაწყვეთო რევოლუცია და ციხის კედლები დაანგრიეთ და გამომიყვანეთო დილეგიდანო? არაო, მინახულეთო უბრალოდ. ანუ რა სიტყობს იესო გულს? თუ გული არა გაქვს, რაც მე ჩამოვთო, ამას ვერაფერს ვერ გააკეთებ. ვერ გააკეთებ მილიარდელის რო იყო. იმიტომ კი არა ძუნწი ხარ, არ ხედავ. აი ვინ დაიმკვიდრებს სასופველოსო? ძნელია? რამე სიტყობს ისეც უფალი, გმირობას, ვაჟკაცობას. მაგრამ ძალიან ბევრია ეს, იმიტომ რომ გული თუ არ გაქვს, ამას ვერ გააკეთებ. და პლუს რას ამბობს ქრისტე არ დააკვირდით? ესენი ეუბნებიან უფალო, როდის გნახეთ ჩვენ შემშიერი და დაგაყურეთ. როდის გნახეთ წყურვალიო და დაგალევინეთო, როდის გნახეთ ციხეში და გაგათავისო და ასე შემდეგ. და იესო რას პასუხობს? როგორც ეს გაუკეთეთ ჩემს ერთ მცირე ძმათაგანს, მე გამიკეთებო. ვინ ყოფილა იესოს ძმა? ყველა ვისაც შია, ვისაც წყურია, ვინც უსაყაროა, ვინც ციხეშია, ვინც ასე და ასე. ოღონდ პირდაპირ მიშვებითა და სულიერ მიშვებითა. შეიძლება ადამიანს უფრო მეტად შიოდეს ყურადღება ვიდრე პური. თქვენ უგონიათ მაინც ფულზე ალაპარაკი და ფიზიკურ ციხეზე? არა, ყველა ადამიანი საპყრობილეშია თავისი ცოდვების, თავისი უგუნურების, თავისი პრობლემების. შენ როცა მიხვალ და მხარზე ხელს მოუთადო, ჩაიკრავ გულში და ეტყვი ძმაო, შენთანავარ უგეშინია, ერთად ყველაფერს შევძლიო. უკვე გაათავისუფლე საპყრობილე და უკვე დაეხმარე. ვიღაცა სითბო წყურია, შია, ყველასგან მიტოვებულია, არანაირი წყალობა არ არის, არავინ არ ხედა, ამ დროს მიხვალ შენ და ეტყვი ძმაო, მიყვარ ხარ. მეც კაცი ვარ, აგერ ვარ, რა გიჭე ძმაო, მითხარი, შენ გვერდითა ვარ. უკვე დააპურე. უფრო მეტად ვიდრე ფიზიკური პური გეჭმია. ფიზიკური პური ყველგანიშო ძაღლით შოულობს, უგეშინია. თქვენ გონიათ მათხოვარ თქვენი ხურდა უნდა? და რომ მიუყრით ასე რომ გადავხედავთ, ასე არ აქვს ცხენია ჩვენი თავი. ვითომ ის დაბალია საწყალი და მე მაგარი ბიჭი ვარ. არაზოს არის უდიდეს ცოდვას ჩადიხარ ისოდე. შენ ის ღმერთია ის ვინ გადაცმული მათხოვრის და ეს ტყავიც გადაცმულია, ის არ არის იმ ტყავის მიღმა ღმერთი ცხოვრობს იქ. უბრალოდ ისე დადის რომ შენ ტესტავს აბა მართლა გონია რომ მაგარი ბიჭი ხარ და იმას ჯობი ხარ, იმიტომ რომ შენ რენომე გაქვს და კაი გასტუკით დადიხარ და კარგი მანქანით მოდიხარ. კარგი გვამი ხარ, ლამაზი გვამი, მეტი არაფერი. თუ გულში ის არა გაქვს, რაც ჩვენ ვთქვით და ხშირად იმათხოვარც უფრო მეტი. აი ესოობა რა, აი ჭეშმარიტება რა არის. ყველა ადამიანი გასაფრთხნელია და ნუ უყურებ. აი მაგალითად თქვენ გვაქვს ქართველებს ორი სიტყვა, გარსი და გს რომ მოაშორებ. ერთი ანეკდოტია ახლა. იმ ტომს არ ვიტყვი თორე შეიძლება, თუმცა მე მეგრელებზეც უფრო უარეს ანეკდოტები ვიცი. პორტოხალი გაბსხდაო და აუ რამხელა კურკა ქონიაო და გადააგდოო. და ტყავის შეჭამაო კანი და დაახლოებით ჩვენ რას ვაკეთებ? ადამიანი შედგება გარსისაგან, რომელიც მას აძლია სოციალური სტატუსი, ასაკი, სილამაზე, გონიერება, ეს ყველაფერი და ტყავი, ახალგაზრდა და ამით ვაფასებ გარსით. და კურკას ვაგდებთ. იქ არაფერი არ არის შიგნით კაცო. ადამიანი რაც გარეთ ჩანს, ის არის მისი გარსი. ახლა წაბლი, შეიძლება თქვენ წაბლი თუ გინახავთ ბუნებრივ მდგომარეობაში როგორია? შეიძლება ზოგ თქვენგანს არ აქვს, რა ხაბა მითხარი. ვის უნახავთ წაბლი ბუნებრივ მდგომარეობაში, საჩხერეში, ან სხვაგან. ზოგმა იცით თბილისელებმა ბავშვმა შეიძლება იცოდეთ მოხარშული წაბლი, პრიალა, ლამაზი. წაიყვანე საჩხერეში ის ბავშვი და აჩვენება წაბლი თავდაპირველ მდგომარეობაში 1000 წელი ახლოს არ მიო, გაიქცევა სახლში დედიკოს დაურიკავს, დედიკო წამიყვანა აქ და ბუა ვნახეო. და დაჭყუნავს ხელებს. საჩხერეს ბიჭკი და გაეცინება, ქვას აიღებს, გაძეძგვავს და ამხელა გულს გამოიღებს, იმიტომ ის გარსი იყო და
ამან არისო და შიგნით რა ყველა ადამიანი არის გულის გულში ღმერთი და იმ დაჩხუნულ რაღაცებს გარეთ ლამაზი თუ ულამაზო ტანსაცმელი თუ უშნო-ცხვირი თუ რაღაცა ისე თუ რა ეს არის მისი გარსი რომელშიც ძალიან მწიფე ნაყოფია ხშირ შემთხვევაში იმიტომ მწიფე ნაყოფის საზომი ის არის რომ გარეთა ულპება აი ნიგოზე თუ გინახავთ თქვენ მწიფე ნიგო როგორია დამპალია უკვე და რომ დაიწუნოს 5 წლის ბავშვმა მაგრამ კაცმა იცის რომ ეს სიმწიფის ნიშანია ეს ქერქი გადავა და გული რჩება ამიტომ ეცადეთ გულის თვალებით დაინახოთ ყველაფერი მძიმე მზერა გქონდეთ მძიმე მზერა რასაკეთებს იცი შიგნით შედის ამ ტანსაცმლის მიღმა სახის გამომეტყველების მიღმა მისი ცენზის მიღმა სოციალური სტატუსის მიღმა ნახე რამდენი გარსები გვაქვს შევფუთეთ და იესო ამბობს შეთეთრებულ სამარხებს გავხართო ასეთ ადამიანებს ეუბნების ამის იმედია გარედან ლამაზებით ჩანხართო სხვების დასანახა შიგნით დამპალი ძვლებით ხართო სავსე ახლა მოდი რაზიუმე გავაკეთოთ და გავჩერდეთ თავისუფლება თქვით ხო მე მგონი ახლა პასუხისმგებლობა რა ყოფილა თავისუფლებაზე დგომა პასუხს აგებს შენი თავისუფალი სული წინაშე და აი შენი ჯოჯოხეთა სამოთხე შენ ხელშია თუ არის ცხოვრება ახად ჯოჯოხეთად გექცევა ცხოვრება იმიტომ რომ თავისუფლად ცხოვრების პრინციპი აი ამ ქვეყანას ჯოჯოხეთს უსამართლო ცხოვრება სამოთხედ გადააქცევ იმიტომ პრინციპებზე დგას ცხოვრება გახსოვთ დათათუთაშხიაში ერთ ადგილას ის ამბობს დათას პერსონაჟი ჯერ წესია წესი მერე საქმეა საქმე აი როგორ გესვით ეგა უწესო კაცები არიან ესენი წესიერი ბიჭია რას ისევ კი ვამბობ რომ წესიერი კაცი წესიერად მოიქეცი ეს წესი რა არის არავინ არ იცის რა არის წესი რისი წესი საწერია წესი რა არის ვინ იცის აი რო ეუბნები ბავშვს უწესოდ მოიქცევ წესიერად მოიქეცი შემოგიბრუნდა გეუბნება დედიკო რა არის წესიერი წესიერი ნიშნავს სიტყვა წესი რა არის წესი წეს კანონი რჯული ურჯულოება რჯული რა არის გულის რჯული იქ წერია ყველაფერი იქ რო გახუნდა მე გარედან მოდის კანონი ხო ქრისტემ ისევ გულში ჩაგვიწერა სიყვარულის კანონი აი შესაბამისად პასუხისმგებლობა რა ყოფილა აი თავისუფლებელი სული რომელიც ღმერთმა გაჩუქა ღმერთმა გარისკარო ადამიანის შექმნა რატომ იმიტომ რომ შეეძლო ადამიანს თავისუფალი ნება მიემართა ღმერთის წინააღმდეგ სამყაროს წინააღმდეგ მაგრამ ღმერთ ჯეროდა ადამიანი სხვადასხვა ერთი განმარტება ძალიან ამ სიყვარულის ხო ბევრი განმარტება ხა სიყვარული ბევრნაირად განმარტება მაგრამ ძალიან ორიგინალური მომეწონა აი სიყვარული არისო როცა შენ სხვასო აძლევო ძალაუფლებას რომ გაგანადგუროსო მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ ის ამას არ გამოიყენებს ღმერთმა ეს გააკეთა ღმერთმა გვაჩუქა თავისუფლება ანუ უნარი რომ მას აუმბოხდეთ ანუ ადამიანი ამბობს არ არის ღმერთი იმიტომ თვითონ ღმერთია და იმიტომ მაგრამ ღმერთ ჯეროდა ადამიანის და გარისკა იმიტომ რომ ეს თავისუფალი სული არ მიეცა ჩვენთვის რომ ჩვენ ვიქნებოდეთ რობოტები ან ცხოველი ან მცენარე ან მზე რომელიც გარედან იყო მართული ამიტომ ღმერთისთვის იყო არჩევანი ორი არჩევანი ან შეიქმნა ქმნილება რომელიც მას დაემორჩილებოდა მაგრამ ის იქნებოდა არა ღმერთი არამედ ნაკლები მაგრამ ღმერთს უდოდა ღმერთობა მოენიჭება ჩვენთვის ყველაზე დიდი საჩუქარი რა არის თვითონ რო არის ღმერთი მე ვარ რო ამბობს ის პირველი რომ შენც გეთქვა მე ვარო ნახე რა მაგარი მაგრამ როგორ უნდა გადაეწყვეტა ეს საკითხი თუ მეორე მისნაირ შეგვიდა კლონი იქნებოდა თუ ნაკლებ შეგვიდა მაშინ ღმერთი არ იქნებოდა მაშინ სად გადაწყდა არასრულყოფილებაში ღმერთმა შექმნა საკუთარ თავის მარცვლად თავისი გულიდან გამოიღო საუკეთესო და მატერიაში ჩათე თვითონ მოკვდა შენ რომ შენ სიკვდილში მყოფ სიცოცხლე მოგანიჭა აი სად ვიყავით ჩვენ 100 წლის წინ ვამი ვიყავით სად ვიყავით არ ვიყავით არ ყოფნა შანსი მოგცა აი სიცოცხლე არის შანსი რომ დიდი სიცოცხლე შეინარჩუნო ამ მიწიდან აი რა არის თავისუფლების პასუხისმგებლობა რომ ჩვენ ორივე დისციპლინა პრინციპი თავისუფლება რომელთაც ჩვენ კაცი უნდა გავხდეთ იმიტომ რომ კაცი ჯერ არა ვარ თავში რო შევექმნით კაცად კლონი ვიქნებოდით მაშინ და შანსი მოგცა ადამიანად შექმნა არო ხატებად თვისა ხოლმე მსგავსება ჩემი პასუხია ნახე რამხელა თავისუფლება მაქვს ღმერთი შეიძლება გავხდე და რამხელა პასუხისმგებლობა რომ თუ ვერ გავხდები ვაიმე რამე შველება აი შენი ჯოჯოხეთი რა იქნება იცი მე იტყვი ეს რა შანსი გავუშვი ხელიდან რა უაზროდ ვიცხოვრე აი შენი ჯოჯოხეთი რა არის მამისწავლე ის მართლა კი არ არის ქვაბში ცეცხლი და რაღაცეებს რომ ხატავენ ის სიმბოლოები ეს არის ჯოჯოხეთი არის განცდა როდესაც მიხვდები რომ შენ ცხოვრება ისე არის ცხოვრე როგორც უნდა გეცხოვ თუმცა ნაწილობრივ ჯოჯოხეთები ახაც გაგვთქვენ თქვენი სინდისის ცეცხლი გწვავთ
რამდენჯერ ყოფილა ცეცხლზე დაუწუხარ სინდის რომ მეორე დილას კაცის დანახვა არ გიდოდა არ არის აი ეს არის ის ცეცხლი და არ ჩაახშოთ ეს სინდის იმიტომ ის სინდისი ჩვენ წმენს და ის წვარო არ ქონდეს სინდი მაშინ საერთოდ მიუშვებით და კიდე კაი რომ წვავს კიდე კარგი რომ გვაგზობინებს რომ იმით გვიჭერს ჩვენ რომ არ გადავგვარდეთ იმიტომ რომ თუ დავკარგავ სინდი მაშინ გადაგვარებული ხარ ყველაფერი სულ ერთია მაშინ ერთი კომუნისტები თუ გავსწორდეთ ბოლშევიკები რომ ხატებს რომ ტყვიებს ესოდე ტაზრებს ანგრევდნენ ერთი გლეხი გამოიყვანეს საწყალი ხატებს ესრიან და იმ გლეხს ეუბნებიან ეს ბოლშევიკები შენ რო ამბობდიო რომ ისაო ღმერთი დაგჟისო რა მიყო ღმერთო დამსაჯაო აჰა და ხატს ესვი ეს გლეხი უყურებს შვიდო დაჟერა გაუგიჟები ხარ შვიდო მეტი რა გიყოს მეტი დაახლოებით შესაბამისად რა ვიცი ბავშვო ახლა ბევრი ლაპარაკიც ის არის დამღლელია ზოგადად თუ შევძელი მე ოდნავ მაინც რაღაცა უფრო თქვენი მზერა მიმემართა იქითკე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ზუსტად აი კაცი მაშინ ხარ და ახლა დავამთავრებ კიდე გურამიშვილი ეს რა ვთქვა შეიძლება დავით გურამიშვილი წაიკითხეთ სწავლა ხო გაქვს ყველაზე დავითიანი და იმის სწავლა მოსწავლეთა მანდა ისმინეს სწავლის ძებნელო მიყევ დავითის ცნებასა ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილი მოეძებ გემოვნებასა და მე სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გატკბილდების აი ნახე წუთისოფელი არის სწავლა ჩვენ აქ არ მოსულათ დასასვენებ ჩვენ არა ვართ აქ ბალის კუნძულებზე იმ galaktikიდან მოსული ჩვენ აქ ვართ გამოცდის შესაბარებლად რაღაცა უნდა შევასრულოთ და უნდა ჩავაბაროთ პატაკი ამხანაგო გენერალო აი იქ იმას ვინც აქ გამოგზა იმას გაგახსენებე ყველაფერი ხელი გაქვს მოწერილი შენ იმ სცენარის გასახორციელება რომელსაც აქ მოხვედი ყველა ადამიანი მოდის თავის სცენარზე ხელი აქვს მოწყობილი მოწერილი უყონთ ავიწყდება რატო ვიცი რო არ დაავიწყდეს მაშინ როლი არ შედგებოდა შემდეგ იქ რომ მიხვალ იმას მოგთხოვენ პასუხს შენ რომ ამდენი რაღაცა რომ დაგანათლეთ ბიძია ამდენი ნიჭი მოგეზით ამდენი ჭკუა ხელი მოგე შენი იყო ხელი ხო აი ხელი ხო მოგე რა გააკეთე ამ ხელი ფეხი ხო მოგეცი რა ქენი ამ ფეხი სადი არე პირით რა ილაპარაკე თვალით რა დაინახე სადა ხორცი ახლა ანეკდოტს ვიტყვი კიდე ანეკდოტები ცუდი სულაც ანეკდოტი ხსის ხო არსზე ქრისტეს ანეკდოტი ლაპარაკობდა იგავები იგივე ანეკდოტია ანუ მიმანიშნებელი მეგრელს და უნდა თხა წაიყვანო ზუგდიდში ხო და არ შეაყვანიეს მატარებელში აბა რა ვქნა შეიჭირებო რა და უკანა ვაგონს გამოაბიო და მე ზუგდიდში ნახავ რა იქ ბოლოს ნუ ახლა ანეკდოტია და რას ხედავს მეგრელი ხედავს მარტო თავია დარჩენილი და თვალებია გამხელა თხას და ეს მეგრელი უყურებდა თვალებს რომ მიყვარყვალე ფიგურა რა უყავი ფიგურაო ხორცი სადა შენ რომ მიხვალ იქ აქ რომ გამოგიშვა სამყაროში მეთქვა იქ რომ цаრიელი მიხვა ფიგურას მოგთხოვე ანუ რა არის ფიგურა რა მოიმუშაკე რა ქენი სადა შენი სიკეთეები ხორცი მაჩვენე ანუ თვალების ყვარყვალი რა თვიდა მე შენ გაგიშვი იდეით დაგაფინანსე ანუ რა არის ფინანსები ტვინი ჭკუა გოება ჩაგიყარა ჩაგიტენა ყველა რატო რომ აქ უკვე ხორცი იქ ჯიხი მიიტანო იქ და დააგდო სადაა ჯიხვია გეტყვი ანუ цаრიელი მოდიხარ ისე წადი ახლა უკან ისე მეორე წელზე გაგიშვებენ შემოდგომის საშემოდგომოს გამოგაყოლებენ ჩვენთან სკოლაში რო იყო ის ასე რომ ჩვენ ამ წუთის რუბეში ვართ იმისთვის კი არა ჭამოცვა წამოვწვეთ როგორც აი ჩვენთან სიახლოვე დროის მოკლა და ვაიმე და დრო გავატარეთ და ესე იგი დრო არის ჩვენი ჯოჯოხეთი რა უყოთ არ ვიცი და ამ დრო არის შანსი ერთ წუთში ერთ საათში შეგიძლია სასწაულები კვანტური ფიზიკა გვეუბნება ხალხო ამა წმენა არ უნდა მეცნიერება უკვე რომ შენ არ ხარ პასიური დამკვირვებელი არ უსმენ ბავშვებო მიღწევებს კვანტური ფიზიკის ტიკტოკები ნახეთ თუ კიდე ამოვსებული ანუ რა ხდება იცი ობიექტური რეალობა არ არსებობს საერთოდ არ არსებობს ობიექტი და სუბიექტი ერთი ვარ ჩვენ ეს წუთისოფელი ნარატივს ეძახიან ამას ანუ შენ რო იყურებ ახლა კონკრეტულად აი რამდენი წლის ხარ აი ნახე ახლა შენი დანახული სამყარო როგორია შენი და ჩემი ახლა სკანირება რო გავაკეთოთ და ტომოგრაფიით და კომპიუტერით ვაჩვენოთ ეკრანზე მე როგორ აღვიქვამ ჩემს ნარატივს შენ და შენ სრულიად განსხვავებული სრულიად პარალელური სამყაროები ვარ ანუ აღქმის უნარზეა დამოკიდებული შენი ცხოვრება ჯოჯოხეთი იქნება თუ სამოთხე ობიექტურად არა შენ არა ხარ ცხოველი რომ სიცივეში აკანკალდე და იმაში სითბოში იღრუტულო ან მაძღარმა იღრუტულო და მშიერმა იჩივლო შენ კაცი ხარ და შეიძლება მშიერი ვიყო და ბედნიერი ვიყო და ვიცი რატო ვითმე შიმში და შეიძლება ჭამას მაქონდე და თავი მოვიკლა იმიტომ არ ვიცი ცხოვრების აზრი მე ვიცი ციხეში ბიჭები
უადო პატიმრებთან წლების მანძილზე დავდიოდი, ახლაც არის გიორგეთი უადო პატიმერი, აი თუ გინდა YouTube-ზე აკეთებ და გთხოვთ მოусმინოთ უადო პატიმერი წერილი მოძღვარს. წიგდებს ერთი 300.000-მდე ნახვა. ის ბიჭი მე მომწერა წერილი, ახლა 21 წელია ციხეშია. რო ნახოთ, რო სიცოცხლე სავსეა, იმიტომ რომ თავარი დაინახა რისთვის ღირს ცხოვრება. მას შეუძლია ამაღდეს უჭველობაზე, ძუსმელობაზე, კომფორტზე, ყველაფერზე, გამოწერთობილი. ანუ ძალიან ნუ გააზულუქებ საკუთარ თავს, ნუ გადააწყობ ძალიან სენსიტიური, სენსორული, ნუ იქნები გდნობათა ორგანოებს ნუ ააგებ ცხოვრება. თორე ძალიან გაგიჭირდება. იყავით კაცები. ბიჭო, თქვენი ასაკის ისე აქედან იწყება ყველაფერი. ანუ ცხოვრების მოტივა რა არის, რატო ვცხოვრობ? კითხე. და აი აქ მივადგეთ გურამიშვილს. აი გურამიშვილი რას თავისო ცხოვრების კარგად. აი რა უნდა დავიდო? ხო არის აი მე რო გითხარ წესია წესი და საქმეა. არც ერთი მოქმედება აი აქ რაც რო ზივად ესენი დგას არ არის წინასწარ დანახვის გარეშე გაკეთებული. ჯერ ეს პროექტი იყო აქ და მე დადგეს მიკროფონი აქ, ეს აქ, ის აქ, მე ახორციელებ. ყველაფერი ხდება პროექტი. ყველა თქვენი დააკვირდით თუ კიდე ჯერ წარმოიდგენ და მე ვარიანტებს ეძებ როგორ გააკეთოს რა წარმოიდგენ. ყველაფერს პროექტი უდევს. ჭიქის პროექტი არსებობს არქიტექტურის ბიუროში. ეს როგორი შუშის გამოდაყოფილიყო რასი იმეღლის, რა იმის, რასისკის, ბავშვმა რო დალიოს, აბა რასი, იცი რამდენი მომენტია გათვალ. ამ ხელა ის ისინი რა ქვია, თქვენ ახლა აგერავარ ჩვენ იმაში პოლიტიკურ იმაში და თავისთავად ნახაზები აქედან ენგურღებს იგრო გაგეთო ნახაზები აგერევ. ჯერ და პროექტი აქ იყო. პროექტით იცხოვრეთ. კაცი მაშინ ხარ როცა პროექტით ცხოვრობ, წესით ცხოვრობ. წესის გაქვს სარჩულა და მე ახორციელებ და არა მიშვები. რასაც მინდა შევჭამ, სადაც მინდა გავაკეთებ, სადაც მინდა წავალ, აშვებულად, აბა მიუშვი, აბა ბოსტანი და თუ გამოიღებს ნაყოფ მაგასაც ნახავ. ორი მცნება გახსოვდეთ სულ. ადამიანი მაშინ ხარ როცა ამ ორი მცნები ცხოვრ 64-ში ღმერთმა დაუდო ადამიანს ორი მცნება შეწოდებამდე ეს არიცი ახლა. 64-ის მუდმივ მემკვიდრეობაში კი არ მეუწე გარკვეული პირობით მისცა. ანუ რა? ცვად და მუშაკობა. ანუ რას ნიშნავს ქართულად დაიცავი და დაამუშავე. აი გააკარით კედელზე. 64-ის ბაღი შენ ხარ, აი პაპაიოქრო მე ვარო ბავშვი რო წარე. რანაირი 64 სხვა არსებობს, ახლა ვაშლები და მსხლებია და შველი და ნუკრი 64. ამდენიც გინდა შენ ხარ 64, რა არის 64 ღმერთთან, სამყაროსთან ირნათელი დგომის, სწორი აი როგორ ჟანგბადი და ცხვირი ნახე. მაგრამ თუ მიჭერს თუ თქვა რაღაცა, მაშინ უკვე ჟანგბადის ბალიში მაქვს და დამატებით მას უთქები, მაგრამ მე აი 64 რა იყო, იცი? ყოველგვარი შუალობის გარეშე თვითონ ღმერთს ვჭრედი. სიცოცხლეთ ვიყავი გაჯერებული და სავსე, არაფერი არ მინდოდა მე. აი ეს მდგომარეობა რო შეინარჩუნო ეს ორი ცნება დაიცავი უთხრა, დაიცავი დაამუშავე რა დაიცავ ხუთი გზობის ორგანოები დაიცავ. ანუ ყურს ყველაფერი არ ასმენინა. თვალებს ყველაფერი არ ახედვინო. პირი და ყველაფერი არ მოუშვა. შეიძლება ყველაფერი ყველგან არ წახვიდე. ანუ რა არის მაშინ დაცვა არის საკუთარ თავის, აი თავისუფალი ვინ არის? ვინც ფეხებს ვაძებ მიმართულებას, ბაგეს ვაძებ მიმართულებას, თვალებს ვაძებ მიმართულებას, გულს ვაძებ მე ვარ მეფე, მფლობელი ვარ. ფლობ თუ არა, აბა შეხედეთ აბა რამდენი პროცენტი ფლობ საკუთარ თავს და ეცადეთ და გამეფთეთ საკუთარ თავს, მაშინ იქნები მეფე გარეთან. და მეორე ცნება დაამუშავე რა არის? აი მაგალითად ბოსტანში რომ მოიწიო რაღაცა დიასახლეცება კი არა ყველა ვიცით ჩვენ ყველას გვაქვს რა ქვია მაგათ აგარაკი ხა დაჩა არ მინდოდა მე თქვა ჩვენ აგარაკი ორი რაღაც უნდა გააკეთო ორი უწყე პირველი დაიცვა უნდა იმიტომ შემოღობა უნდა იმიტომ რადგან რომ დათესო რაღაც ღორი შემოვა გაგითელავს ყველა მეორე რადგან რომ ღობე გაგდა ყველაფერი თუ არ დაამუშავე ანუ თუ სარეველი არ მოაშორე სასუქი არ შეიტანე ანუ საკუთარ თავს ორი მცნება მუდმივად თუ კიდე კაცი იყო ორი მცნება უნდა გახსოვდეს სულ ეს რა არის დაიცავი ანუ რა არის ყური დაიცავი ყველაფერი არასმენინო ფეხები დაიცავი პირი დაიცავი თვალი დაიცავი გული დაიცავი დაიცავის კერი დაიძა არა მიაყურადე რა ხიზლად იყავი მეორე დაამუშა განავითარე ისწავლე ილოცი იზარდე ანუ გამოზარდე ეს ჭირნახო აი ამიტომ ამბობს დავით გურამიშვილი ხმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადავ ვინ არის სიდან მოსულა სად არის წავა სადავ აი 4 კითხვა არის წესი ამ კარგაში შევდივარ და ამ პრინციპით ცხოვრობ გავიგო ვინ ვარ საერთოდ მე კითხეთ თქვენ ვინ ვარ მე ბიჭი ვარ ბიჭი არის სქესობრივი იდენტურობის განსაზღვრელი ტერმინი ქართველი ვარ
ქართველი არის, რა ქვია, ეროვნულობის საზომი. მოსწავლე ვარ, მოსწავლე შენი სოციალური სტატუსია. შვილი ვარ, შვილი შენი ის არის მდგომარეობა. ან მამა თუ ხარ, მამას მდგომარეობა, ეს არ ხარ. 40 წელს ხარ თუ რაღაც ეს შენი ასაკია. კიდე გაბცქვენი, ვინ ხარ შენ თვითონ? სასწაულია. ეს არის პირველი მე ვინ ვარ საერთოდ. იმიტომ თუ ეს არ განსაზღვრა შენი მიდგომა ცხოვრების მიმართ არასწორი იქნება. თუ შენი მე მუცელი ვარ, მე ეს ვარ, უნდა ვჭამოსო, მაშინ სულ ერთი იქნება ყველაფერი. მე თუ კაცი ვარ, არა ვისაც ეს სხეულია. ვინ ვარ მე? სხეული თუ სხეულის ფლობელი? ვინ ხარ? აბა იფიქრეთ. სხეული ხარ თუ სხეულის ფლობელი? მე მაქვს სხეული, ჩემი სხეული. თავი ვარ მე, როგორ ვარ თავი, როცა ვამბობ მე მაქვს თავი, მეთქი ჩემი თავი. ის ვინ არის, ვინც ამბობს ჩემი თავია? ჩემი სული, ნახე ის მე უხილავი მეა, რო გითხარი. ის არის ღმერთი ჩემში. შესაბამისად, როდესაც მე მივხვდები ის ვარ, რომ სხეულამდე ვიყავი და სხეულის მერეც ვიქნები, ჩემი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ სხვანაირი იქნება. არ იქნება მერკანტილური, არ იქნება მომხვეჭელობის, არ იქნება ჩემი სიამოვნებისგან მე შემიძლია სიცოცხლეს გავწირო, სხვას იმიტომ არაფერს არ ვკარგავ. მე ვარ სხეულის მიღმა დიდი სიცოცხლე. მაგრამ როცა მარტო ერთჯერადი სიცოცხლე გაქვს, მარტო სხეულზე ხარ, შენ უკვე დაჭერილი ყავხარ წოთის პურის გამო ყველაფერზე წახვალ, იმიტომ რომ ხშია, წყური, მეტი არა ხარ, ცხოველურ დონემდე დაეშვა. ადვილი სამართავი ხარ, შესაბამისად უკვე დაკარგი თავისუფლება, უკვე პასუხისმგებლობა, უკვე თავისუფლება რომ შეგენარჩუნები, ამის პასუხისმგებლობა არ უპასუხისმგებლო კაცი ხარ. ხა ნახე, ეს ღირებულება ის რას უნდა ბალავერად და ჩაუდო ჩვენ წყო. ვინ ვარ? მეორე კითხვა. საიდან მოვდივარ? ანუ მე ვინ ვარ? საიდან მოვდივარ? დედის მოცილიდან სხეული ვარ? თუ 64 შვილი ვარ, ღმერთის ხატება ვარ. კითხე შენ თავს. და მესამე სად ვარ, ანუ რა უნდა ვაკეთო, ჩემი საქმე რა არის? რა არის ჩემი მისია, ფუნქცია? და მეოთხე ყველა თავი სად მივდივარ? მოუსავლეთში? თუ დიდ სიცოცხლესკენ? როცა ამაზე ნათელი გაქვს, ეს ნათელი არის, რომელიც გვათავისუფლებს. და ნათელი რომელიც გვანეტარებს და აქაც ბედნიერად გვამყოფებს და იქა. და საერთოდაც იცოდე საიქიო და სააქაო ძალიან ერთი თხელი პატარა აპკით არის გაყოფილი. შენ შიგნით. შენ შეგიძლია დღეს შენი წელიწოდი სოფელი და ჯოჯოხეთი 64-ით გადაიქცე თუ მიდგომა შეცვი. თუ რაღაცებს გადააფასე. შენზეა დამოკიდებული, ტიციან ტაბიძიძეს გეტყვი და დავამთავრე. ესეთი პატარა ის აქვს. იყავი რაც გინდა, შავი, საცოდავი, ცხოვრება ხელში მაქვს, მე შენი სადავე, რომ ეს ჯოჯოხეთი 64-ით გაქცი. ნახე რა, კვანტური ფიზიკა არ არის, კვანტური ფიზიკაც იგივეს გეუბნება. სამყაროს ობიექტურად შენზე ვერ მოქმედებს. შენ დამოკიდებულება სამყაროს ცვლის მუდმივად. შენზეა დამოკიდებული რა თვალი. ქრისტეს იგივე აქვს, თუ თვალი შენი ბოროტია, მთელი სამყარო ბოროტია. ანუ ზერა როგორი ზერაც გაქვს, ისეთია სამყაროც. ამიტომ რა უნდა ქნა, უნდა გაზარდო ზერა, უნდა გაიზარდო, უნდა დაკაცდე, რომ შენი ხედვაც შეიცვალო და სამყაროს შენ გაათავისუფლო და დაალაგო. შენზეა დამოკიდებული. შენ პასიური მაყურებელი არ ახარ. შენ ხარ აქტი, შენ ერთ ადამიანი იყო ქრისტე. ამით მაგალითი მოგცა რომ შენ ერთ შეგიძლია სამყარო იხსნა. შენში მთელი სამყაროს პოტენციალი ჩადებული. უბრალოდ პრობლემა ის არის რომ არ აქვს რეალიზირებული. უხმარი სიმდიდრეო, რა. გააქვს და არიცი, პაპისგან გააქვს დატოვებული უდიდესი სიმდიდრე და ვერ ითვისებ. პაპა არის ჩვენთვის ღმერთი დიდი. და შესაბამისად ღმერთმა ჩაგიდო ყველაფერი სამყარო შეცვალო. შენ პიროვნება გააქვს პოტენცია. ოღონდ სხვა საკითხიან პოტენციას გამოიყენებ თუ არა. ეს უკვე შენზე. პასუხისმგებლობა რაშიგა. ახლა წარმოგიდგენია შენ რომ იქ გაიგებ ამას, რამხელა სიმდიდრე ქონია, იქიდან 1000-ით არ გამოგიყენებია. შენი ჯოჯოხეთი. სინანული იმის გამო, რომ მე ვერ აღვასრულე ის რისთვისაც მოვედი და სინანული შეგჭამს. ეგ არის მატლი, რომელიც არ კვდება და ცეცხლი, რომელიც არ ნედება, სინდისი რომ ჭამს. არ გინახავთ რომ სიკნის რო არჩევ, რომ ისეთი რაღაც ეს რო არ მოგვივიდეს, ამისთვის გვაქვს შანსი ჩვენ ამ ცხოვრებაში, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც შეეფერება ჩვენ შინაგან ნამდვილ კაცს და მე რა მაინტერესებს. ხშირად ქონია საუბარი ათეისტ ადამიანთან. ხშირად ქონია ადამიანი იეჰოვის მოწმესთან. და ჩემი პრივილეგია რა შეიძლება იყოს როგორც ქრისტიანის. რაზე უნდა ვისაუბრო? ეს ვიცი და იმასაც ვაანალიზებ, რომ არა ქრისტიანულად შეიძლება შეერდეს, მაგრამ ეს ჩემი ხასიათიდან გამომდინარე. ხო. მე მომიწია, მე როცა ვიწვნე 1980 წელს, მაშინ ბიბლია ქართულად საერთოდ არ იყო, ძველი ქართულად იყო. და რუსულად მომიწია სწავლა რუსული. შემდეგ როცა ვიწვნე,
ესენი იყვნენ ადვენტისტები, პირველად იყვნენ ადვენტისტები, არის მე-7 დღეს ადვენტისტებს სხვადასხვა მილერი და რასელი. რასელი იეჰოვას მოწვევის მამა და მილერი იყვნენ ერთ ორგანიზაციაში, სანამ დაიყოფოდნენ ადვენტისტებმა და იეჰოვას მოწვევებს მე-19 საუკუნის 60 წლის დასაწყისში 40-იან მანძილზე. მე დაუპირისპირდნენ ქრისტეს მოსვლის თარიღთან დაკავშირებით და გაიყვნენ და მილერმა ჩამოყალიბა ადვენტისტური მოძრაობა, რასელმა და რასელისტებს ეძახიან იეჰოვას მოწვევებს. ამბი პირველი იყო ადვენტისტები და მე შიგნით როცა კითხვებზე პასუხი ვერ მომცა, გავიჭედე შიგნით. აი და მოგეთ გაასკდა რა. წელიწად ნახევარი ვიყავი იქ, აქტიური ძალიან და სხვა მოძღვრები დაახლოებით 10-მდე მოძღვრების წევრი ვიყავი. და კიდე მეორე იმდენის დაინტერესებული და ასობით და კი არა 1000-ობით 12 წელი წიგნები რაც კი ბეჭდებოდა და ახალი გამოცემები. ანუ ძიებებში ვიყავი და რაც შეეხება იეჰოვას მოწვევებს 1988-დან 99 წელი ვიყავი, მოვინახე და პიონერი ვიყავი მათთან, ის კი არა 30 დაინტერესებული ყავდა. ანუ ახლა რა გეტყვი, რა ვისწავლე? ანუ მე აი ვაგონები რო ავიღოთ, 10 ვაგონიანი, და წინ რო არის ელმავალი, ხო, გამწე. და მაინც ბოლო ვაგონზე ამოვედი და ვატმანთან სანამ გავედი 10 ვაგონის გავლა მომიწია. ამ ვაგონებში შედიხარ ბიჭები, ჭამეს, ვამე, ხო ისე ვაგონებში რო არის კუპეებში. ანუ კუპეებს ეძახი მოძღვრებებს. სხვადასხვა ყველა საინტერესოა. ზოგან ამას ვამე, ზოგან პივას ვამე და უშვა, ზოგან ღვინოს, ზოგან არაყს, ზოგან ამას ჭამეს, ზოგან ანუ ყველა ვაგონი განსხვავებულია და საინტერესოა. ხო და რო მოვედი პირველ ვაგონზე, ესენი მე დავინახე რაღაცა დამაკდა ბოლო კიდე მინდა მეორე ვაგონი, იქ მეგონა რომ ეს არის ბოლო მესამე და ესე 10 ვაგონის გამო სანამ ვატმანთან გავედი. ანუ ვატმანს სამშობლოს გულისხმობ ის რომელშიც მე ვიმყოფები დღეს ლოკომოტივი დავუშვა. ეს მამების მოძღვრება და ხოლო სექტორი სიტყვა. ეს არის ერთი მთელის პრეტენზია აქვს ნაწილს. ყველა მოძღვრებას ასე ასწავლის რომ ის არის უნივერსალური. მარტო მასია გადარჩენი. ხო და აი ეს არ მომწონდა ყოველთვის. რაღაცნაირად რომ ახლა ჩვენ ცხონდებით მარტო ჩვენ გადავჩენთ, სხვები დაიწვევიან, ვინც შაბათს არ იცავს, ვინც ასე არ არის, ვინც ის არის, სულ ეს პროტესტი მქონდა, პროტესტი მოძღვნა. სოთაშიც მართლმადიდებლობაში შემოიპარა იგივე. როდესაც მართლმადიდებლები ძალიან აპელირებენ, ჩვენ გადავჩებით ერთადერთი ჭეშმარიტი მართლმადიდებლები ვარ და ყველა დაიყובה, ეს არ არის მართლმადიდებლობის სულ. თუ მართლმადიდებელი თუ ხარ, ახარ ნამდვილი ქრისტიანი. თუ ნამდვილი ქრისტიანი ხარ, ქრისტეს მისია რა არის? ქრისტემ დაახარისხა ხალხი და გასაწყვეტად მოვიდა და დასაჯერად თუ დასახსნელად. ქრისტე პირიქით რაც უფრო მეტად ცოდვილი ადამიანი უფრო მეტად უყვარს რომ გადაარჩინოს მის საქმე ეგ არის და ამიტომ მე თუ მართლმადიდებელი ვარ ანუ ქრისტიანი მე რა უფლება მაქვს ვიღაცები დავახარისხო ვიღაცები ჯოჯოხეთში გაუშვა ვიღაცები სამოთხეში მე უნდა ვიხსნა ხალხი რა არის ხსნა აჩვენო სიყვარული და ასე შემდეგ ამიტომ შენ კითხვაზე რომ პასუხობ ჩემი დღევანდელი მდგომარეობი და გამომდინარე მე უფრო ეს რომელშიც ვარ მაძლევს სრული ანუ სრულყოფილი, გამოცდილი, ღრმა გაგებას არსის ზოგადად ჭეშმარიტების ვიდრე რომელიმე ცალ-ცალკე მოძღვრება. იმიტომ რომ მე აღმოსავლური მოძღვრებების წევრიც ვიყავი, ცხოვრობდი კიდეც მათ კრიშნას მოძღვრება, ბუდა, რა ვიცი, ინდური მედიტაციური ჯგუფები ძალიან ბევრი ხეტიალი მომიწია 45 წლის მანძილზე და ბევრი გამოცდილება დავაგროვე მართლა, მაგრამ აი მე სრული პასუხობრივად ვამბობ. აი რომელშიც მე ვიმყოფები მართლმადიდებლობაში. მართლმადიდებლობაც მე ზედაპირულად მეგონა ეს რაღაცა სანთელი ხატი როგორც ბევრს გონია და მართლმადიდებლობა არის უნივერსალური მოძღვრება მართლა რომელიც ქრისტეს მოძღვრებას სწორად ინახა. ჩვენ უბრალოდ შეიძლება დამტვერელია, ძალიან ზედაპირულია, მაგრამ ვერი არიციან გონიათ აი ძალიან ღრმა თუ ჩახვალ იქ მოაქვს ამ ცნობიერებას ძალიან თავისუფლება მართლა. აი ამით არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. თქვენ როგორც ვთქვით, ადამიანი გამოცდილებას ესე ცოდნით არავინ არ იბადა. კი. და სად და როგორ უნდა გააკეთოს ადამიანს ყარი თავისუფლებასა და აღიაროს. აი ეს უკვე. ახლა გეტყვით მაშინ ძალიან კაი კითხვა, ახლა იმდენი ისინია ერთ შეხვედრაზე ბევრი რამის მოსწრება მინდა და ბევრი დაგაყარეთ, მაგრამ ნუ რა ვქნა. საინტერესოა. ადამიანი რო ღმერთ თავში რო შეექმნა მაგის გამსჯელად რა არის კარგი და ცუდი და აი
სად გადის ზღვარი, მაშინ ვიქნებოდით იდეგებულნი კლონები. იმიტომ გარედან პროგრამის გამოაკეთებს ამას. მაგრამ ჩვენ გაგვირთულდა ცოდვიდაც იმის მერე თავის თავზე იყო ადამიანმა გარჩევის უნარი. ანუ დახარდა გველის სიტყვებს, შენ იქნები როგორც ღმერთი, სიკეთეზე ბოროტეს გამჩვიდე დამატებით ტვირთი ავიღე ჩვენ თავზე, უმციფრად. ანუ მონაცემთა ბაზა არა გაგდა, ამ დროს ამბობ კი და არას ნახეთ ყველა ადამიანი როგორ манипуლირებს, რომ ეს ასე და რა იცი რომ ასეა, რომ შენ რო გესმის იმიტომ და ცოტათი მაინც არ უნდა დაეჭვდე, რომ ასე მყარად გახარ. აი ჩვენი ქართველების პრობლემა ამაშია, უნახავ მაგრამ ანახავ. რაღაცას გაიგებს და შეუძლია გაგინოს ყველაფერზე. აი მე რამდენი წიგნი მაქვს, წაკითხო რამდენი ვიღაცა მიწევს რომ შენ მამაგურამ სახარება აღწოდნეო რაღაც. ახლა მე მეცინება თუ სატირალი არ იყო და იმ თავისი წუიდან განსაზღვრა რაღაცა ციტატა ამოიკითხა შეადარა მამაგურამ 45 წელია მთელი ჩემი ცხოვრება შევწირ თავისუფლად შეუძლია რომ მასკნას რა გამომლანძღოს და ყველაფერი და იმიტომ და როგორ ადვილია ყველაფერი იცოდე როცა უგუნური ხარ რა ძალიან ადვილია ატوارია მეცნიერების თუ დაეჭვებული ნახეთობა იმიტომ ბევრი როცა იცი ეჭვიცგა ამიტომ ეს უნარი ჩვენ უნდა მივიდეთ აი რუსები იტყვე ჩერის პრობიაში როგორ არის ქართულად ეგა აი ზუსტად იქ ერთი რაღაცა დაგარტყამ სტოპ აი გამოცდილი რა და მეცნიერები ცდებს ატარებს ცდება მეცნიერი ცდები ნიშნავს ცდა ცდომა ქართულად ცდა ნიშნავს ცდომა შეცდა აცდა თორე პირველივე ცდაზე რომ მიიღოს ის ლაბორატორიაში მეცნიერი მეორე ცდას არ გაიგდა ცდების არ გააკეთებდა პირველ ცდელობაზე მიაღწევდა თავისას ამიტომ ჩვენ ვაღწევთ ჩვენი მცდელობებით, ცდომებით და შემდეგ უკვე ვინ არის უცდომელობას ვარწევთ, უცდომელი ვინ არის, თავშევი უცდომელი ყოფილიყო კლონი ვიქნებოდი, დაპროგრამებული, რომელიც არ იჭერდეს შენ. მეორეს, მიუხედავად იმისა, რომ ცდომების გამო მე ბევრი ტკივილი მაქვს, მაგრამ უცდომელობას ვაღწევ ჩემი დიდი ტკივილების მერე და ასეთ კაცზე რას ამბობენ? გამოცდილი კაციო. ანუ ვინ არის ცდომებ გამოვლილი კაცი? ბევრი შეცდომა რო ნახა. ანუ ცდება, ცდებს ატარებს, ერთ-ერთზე იესო გეუბნება შეცდიო. გეტყვით აგერ, სად გეუბნება? ნახე რას ამბობს, ეძებეთ და იპოვეთ. იპოვით. რას ნიშნავს ეძებეთ და იპოვეთ? პირდაპირ გეუბნება დაუშიშეთ, იმიტომ რომ ეძიე ნიშნავს არ ვიცი სად დევს და ახლა რომ მეთხრა თქვენ, აი მამაგურა მაგ სადაც დევს, სადღაც დევს რაღაცა ნივთი, ნუ ყველაზე ავსებდი და მიდი ეძებეთ და იპოვეთ. მე შემიძლია ერთ-ერთზე პირდაპირ მივიდე იმ ადგილას, სადაც ეს ნივთი დევს. შანსი არ არის. უნდა წავიდე სხვადასხვა უნდა დაუშვა შეცდომები და გამორიცხვის მეთოდით ან ცდომებით ვაღწევ უცდომელობას მერე შესაბამისად ამას ვაღწევ გამრჩევლობა შიგნით ერთ-ერთი დადებული თავში არ არის მაგრამ აი პლუსი და მინუსი ხო კი და არა ხო ცოტა კი მე ცოტა არა ცოტა ისე ცოტა ასე და უახლოვდები და უკვე უცდომელობას ვაღწევ ჩემი გამოცდილებით ბოლოს კი აი ამიტომ აი ერთი არის იოანე ათონელი ძალიან ქართველი მოაზროვნე მამა ათონზე ვიდრობდა მაგას აქვს აი 64-ში რომ დაასახლა ადამი რატო დაასახლა ვინ არის ადამი ზუსტად ადამი არის სისტემის მიწის გამამთილებლები 50-50-ია ჩვენი ინგრედიენტები 50% მიწა ვართ 50% სული ვართ ადამიანი არც სულია და არც მიწა აი მაგალითად ავიღოთ მარცვალი და ავიღოთ მიწა და საზამთროს მარცვალი ცალკე საზამთროს მარცვალი რატ ვარგა გაგაძღობ შეჭამ რა ასე გემო აქვს ფერი აქვს სუნი აქვს არა ცალკე მიწა რო ჭამო არა მოდით მარცვალი რო ავიღოთ საზამთროს ერთი მუჭა მარცვალი და ერთი მუჭა მიწა შევზილოთ კარგად და შევჭამოთ და 5-6 თვე რაზე ველოდო ვიდრე საზამთროსთან იგივე არ არის კაცო მარცვალი პლუს მიწა უდრის საზამთროს და 5-6 თვეს რაზე დაველოდო პირდაპირ შევზილა ერთმანეთში შევჭამ არ გამოდის ეგეც ნახე საზამთრო და მიიღო ამ კომბინაციით ან მარცვალი ცალკე არაფერი არ არის თუ მიწა არ აქვს მიწაც მკვდარია თუ მარცვალი არ დევს ადამიანი არის მიწის ანუ მტვერი პლუს ხვეთის სული გონიერება ცალკე ადამიანი არ არის არც სული და არც მიწა დააგვირდით უკიდა ადამიანი რომელიც სულიერი ვარო იძახის და მიწაზე ფეხი არ უდგას ის არ არის ნორმალური ყველა ფანატიკური ომები მოხდა ასეთი რელიგიური ადამიანები რომელიც მიწას მოწყვეტილი იყო ძალიან ზედმეტად საში დაფრინავდა მეორე მხრივ თუ მარტო მიწაა და მარცვალი არ დევს მიწაში, იქ არებს სარველები აღმოცენდება, არაფერ არ ვარ გასა მატერიალისტი ადამიანი, რომელიც არ იცის ისთვის ცხოვრობს, სად წავიდეს, უნდა კომბინაცია მოხდეს და მათი პროპორციით
გლეხი ჭირნახულად და მოიწვის გაგება მაშინ იქნება კაცი როცა გეწოდინება სად გადის ზღვარი უკვე დაკაცება უკვე პროფესიონალი ადამიანი კაცი ვინ არის პროფესიონალი ადამიანი ხო არიან პროფესიონალი ფეხბურთელები და მოყვარული ფეხბურთელები არიან პროფესიონალი და უშუალოდ მხატვრები და მოყვარული მხატვრები პროფესიონალი პიანისტი და მოყვარული ახლა ვიყარა დაუკრავს ახლა იმას სოფეჯიოს მაგრამ სად ახლა რიხტერი ან პეტერსონი როგორ უკრავენ აბა როგორ ახუჭუჭები ეგეთი პროფესიონალი ადამიანი ვინ არის ვინც კიდე არას ჩქარა ამბობს გასულ კლავიატურაზე როგორ სწავლობდით ჩვენ ანბანის აკრეფას კომპიუტერ 90-იან 2000-იან წლების იმაში მეორე ნახე როგორ იყო აქედან მე ჩვენთან ინდაურები იკეკნებოდნენ ასე მარცვლად ახლა იქით ლაპარაკობდა აი ვინ არის პროფესიონალი ადამიანი ბევრ ხანს არ ფიქრობ იმდენი შეცდომები აქვს დაშვებული უბრალოდ გამოვლილი უკვე უცნობელობას მია უკვე შენი დამსახურება კაცი ხარ ვიდრე თავშივე კლონი იქნებოდი მაშინ ტკივილები გაიარე მაგრამ მიაღწია აი რითუ და მივაღწიოთ მაგ ამიტომ იანი ათონელსაკ ასეთ გამოთქვა ადამიანო ღმერთმაო დაასახლაო 64-შიო სამოთხესა საშვებელისასა ადგილსა ბრძოლისასა და ძლევისასა და შეაყენა წამსა სასწორისასა ცხოვრება მისი რა არის ხალხი რასტიშა ესე იგი თურმე 64-ში დაასახა ბრძოლის ადგილი და ძლევის ადგილი აბა ისე კი არა ვაშლების საჭმელად ვაშლებს საკარასავი წამოწვევი ახლა ვანო პაპასავი 64-ში ბიჭო 64-ში ვარო კაცო და არაო რაღაცა გასაკეთებელიო რა არის ბრძოლის ადგილია და უბრალოდ ბრძოლის კი არა გამარჯვების ბრძოლისა და ძლევის და რა ქნაო სასწორი წამსა სასწორისასა შეაყენა ცხოვრება მის მე გინახავთ სასწორი წამი აი სოფელში ვინც გაზირა ჩვენ დროს რო იყო სოფლის მაღაზიები დიდი სასწორი იყო ორი პინა რო ქონდა შუაში რო ეს ყვანტალობდა ის არის ის დააგდებდა ზედა ეგრევე აიღებდა ერთი 200 გრამს მოყარავდა იმწოდ სანამ გასწორდებოდა სასწორი მანამდე აიღებდა და ხალტურას ეძახდნენ მაგას და დიდი ბევრ ხალხში შეახვევდნენ და იმითაც ერთ 30 გრამს უგებდა ერთ აწონას წარმოგიდგენთ 100 ჯო აწონი და უკვე რაზე მიდიოდა უკვე საქმე და ფული ყავდა მაღაზიის გამყიდვებს ვიღაცებს ხო და რა ქნაო ადამიანი ვინ არისო წამი არის შუაში რო არის 50-50-ზეა აი აქ შეაყენო ადამიანი ოდნავ მარჯვნივ სხეულისკენ წავა ზედმეტად აყირავდება ოდნავ ზეცისკენ წახვალ და მიწას მოწყდები აყირავდება ორივე უკიდურესობა ბალანსი დაიცავიო გონებასა და სხეულს შუა დაამორჩილე გონებას სხეულს და ბალანსი დაიჭირო აი ვინ არის ადამიანი მაგრამ აყირავდა 64 ახლა აყირავებული წუთისობელი არის აყირავებული 64 ვერ ვასწორებ სულ ყვანტალებს სულ აი ქეთ გადავიხრებით იქით გადმოვიხრებით აქეთ აი სულ სადაა საყდენი მითხარ რაზე დგახარ რა არის ის უძრავი წერტილი სადა არ გახ აი შენ უნდა მიაღწევ მაგას ბალანსების მერე იმ მდგომარეობაზე და ისეთი გამოცდილება შეიძლება რომ შენი დაცემ მეორე ერთი ბუნება მიწის და ზეცის ერთმანეთზე 50-50-ზე გაჩერდა ხო შენ მიაღწია ამ ბალანს ამიტომ გეთვლება შენ გამარჯვება და ტას დაგიკრავ კაცი გახდი გაიარე ტკივილები გაიარე დაცემები გაიარე ბრძოლები მერე რა რომელ მეომარს აფასებენ უფრო მეტად ომიდან რომ მოდის დაჭერილ მეომარს თუ ისე სუფთა მეომარს რაგბის თამაშის შემდეგ წარმოიდგინეთ ყველაზე მაგრადური თამაშა ერთმა რაგბისტმა ამოგანგლულია და წრთნელთან მიდის დარცხვენილი ბატონო ბოდის მაპატიე დავისვარეა ღორი აწი არ ვიზან დედას პიცავარ სუფთად გამოვალ თამაშიდან დეგენერატი არ იქნება პირიქით რაც უფრო ამოგანგლულია ტალაში უფრო აფასებენ ბიჭო და რაღაც ჩვენ მივადგეთ ერთმანეთს რომ პატარა ცოდებს რო უთვლით ერთმანეთს და ლანძღავ მეომარია ბიჭი აბა თუ შეცდომ არ დაუშვი ის თუ რომ შეგეშიდეს ახლა რომ დავარტყა ავაცდებ თუ მოვარტყა მაგრამ აგართოს ბურთი მანამდე ურტყი თუმცა აციო ტას დაგიკრავენ მაინც შენ ნუ კანკალებ არიქა სწორია თუ არასწორია სწორია თუ არა ვერაზოს ვერ წახვალ იცხოვრე ითამაშე იბძოლე და გზაში თვითონ გამოცდილება დაგემგზავრება შენ ამ შეცდომების მერე არ გითვლის ღმერთი შეცდომებს შენ უგეშინია თვითონ გითხრა ეძებეო გაიზარდეო დაუშვი დაეცი ადექი და ამასობაში უკვე ისწავლი უკვე პროპორციას აი ამით მიახსენ უკვე ბალანსი რომ როგორ დაიჭერო შენი თავი და როგორ გაავლო სწორი ხმული ცხოვრებაში რომ კაცი იყო ჩვენ ვახცევთ კაცო ღმერთმა პროექტად შექმნა ჩვენივე თავის პროექტად ადამიანი პროექტია ჯერ კაცი არ არის კაცი უკვე არის ინჟინერია დასრულებული პროექტი კაცი ბუნებაში არ არსებობს ადამიანი ხო რომ კაცი არის ჩემი ძალისხმევის შედეგად რომ ხვდები მე აი ამ ეს გზა არის და
წუთის სოფელი არის გაუწონასწორებელი მდგომარეობა 64, რომელიც აყირავდა იგივე 64-ია, რომელიც გაჩერდება 64. ანუ რა ყოფილა წუთის სოფელი გაჭაჭული მდგომარეობა. მიუნდობ ესე რო ვართ, აი ვიძაბები, მოეშვები და 64-ია. 64-ს და საშუალო, ეს არის მდგომარეობა. ოქროს კვეთი, ენერგიის მინიმუმის კანონი, ანუ როდესაც შენ არ იძაბები, შიში გძაბავს, შიში გვაიძულებს, რომ მაცივარი შევტენოთ კიდე, ამai უფრო დიდი გავტენოთ. რომ 5 დღე მაინც მეყოს დენი რო გამოიწოს, ხელფასი რო არ იყოს რა, ვიმარაგე, გეშინია. გეშინია და არენდობი, ჟანგბადს იმარაგებ? რამდენი ბალონი გავს სახში ჟანგბად? დააგდეთ რა, დაყარეთ კაცო შვილები ყარ, აიცი რა ხდება რა, მაინც ეგდოს რა. მეფე ხარ ჟანგბადი, მაშინ რაღაცა აღიაროებს, სხვა რაღაცა რა, ანუ არენდობი სამყაროს, გეშინია, მიუნდობელი ხარ, ანუ დობა დაკარგე და იძაბები, იჭაჭები. თელი შენი დაძაბო და ჭაჭვა უკვე ტანჯვა. ტანჯვა ჯოჯოხეთია. თუ არ დაიძაბებდეს ჟანგბადს სუნთქავ. ნახე? თქვენ ახლა შენობების ხარ ბავშვი. შენ სუნთქავ თუ ცდილობ ისუნთქო? აბა ეცადე ისუნთქო. გამოიმუშავე ცოტა კაცო ჟანგბადზე, კარგი რა არის, წუთი ვერძებ ჟანგბადის გარეშე და ცოტა მიეშვერე რა. მიდით რა, იმუშავეთ რა. თავბრუ დაგეხვევა. რატო აწვევი ცხოვრებას მაშინ? რატო იჭაჭები? ისუნთქეთ, იცხოვრე, ნუ ცდილობთ იცხოვრე. იმასაა გოეთეს ახლა ბედნიერების რეცეპტი დაუწერია, ეს მე ცოტა ისე უტრირებას ვაკეთებ. თურმე რო გამოგვინა დამალეს, იმიტომ რომ მაშინ კაცობრიობა არ იყო მზად თურმე, რომ თუ ეთყოდნენ რბინ ბედნიერების რეცეპტი, ყველა ბედნიერი გახდებოდა და ვერ შეირგებდნენ და ახლა ვატიკანში უკვე ნახეს ეს და გამოაშკარავეს და გაატიკტოკეს. რა თქვა გოეთემ? რა არის ბედნიერების რეცეპტი? გინდათ იყოს ბედნიერი? 8 მილიარდ ადამიანს რო კითხო. 8 ვეგეტყვის რომ ბედნიერი მინდა ვიყო. არ იწვის? ვინ იწვის უარს ბედნიერებად ყოფილას? გინდათ იყოს ბედნიერი? და პასუხი რა გოეთეს თუ იცი? იყავი არა? ვინ გიშლის რა სიბრიქები? რა იყო? ვინ გიშლის ხა? გინდა იყო ბედნიერი? იყავი მე. რატო არ ხარ? აი კითხება თქვენთან, რა გიჭირს? რა გიშლის? რა გიწამლა ცხოვრებას? ვინ თავრობა? ბუნება რაღაცა ცუდი ზამთარია ვითომ? მეზობელი რომელიც ჩახს ამუშავებს და ღამე არ გასვენებს? თუ ძაღლი რომელიც ყებს იქით მეზობელი ძაღლი და უნდა მოწამლო ან რაღაცა უნდა უქნა. თუ მეზობელი რომელიც მერსედესი იყიდა და შენი ოპელი გადაჭრილა უკვე და უბე რა დაგაძინებს? დამთავრდა შენი თქმილი ძილი. დაშენება გააკეთა ეგეთ და მე კიდე აქედან მე-6 ოთახი ვერ გამირემონტებია. აბა, 5 ახლა გავიდა ის წინ მე 7 აქ უკვე. შენ უკვე ჩამორჩი ჯარისკაც უბედური ხარ, რა გეშვერო. ჟანგბადის რო სუნთქა, აი რა მამაგვარა რა ჟანგ. ბზე რო ამოდით, აი რა ბზე უნდა ამოვიდეს აბარა კაცო. ჯამთელი რო ყავთ, მე რა ჯამთელი რა. ეგ რა არის? რა გინდა აბა? რა ჯანდაბა გინდა? დაშენება გინდა? დაშენება. უბედური ხარ, ვერ დააშენე. ნუ ახლა უტრირებულად ვამბობ. რატო ვიწამლოთ? ერთი კაცი ეკიპთან მივიდა და ვექიბებ ტკივაუდა. რა ტკივაუდა? აი ესე გააკეთა ხელი. კიდე გადაწია ხო ეთკინა. ახლა მტკივაო. ბიჭო არ გააკეთე მერე. რატო იტკიებ თავ ძალი? ჩვენ თვითონ ვიგუდები, ჩვენ თვითონ ვაწვევით არასორად და რატო იცი რომ მოგხედოთ? ახე, როგორ ახარ ძმაო ქართულ? მივათრევ ძმაო. ძმაო, მედი, გაუძელი. და რატო უნდა გაუძლო? ლომი არ უძლებს, კატა არ უძლებს, ქუჩი ძაღლი არ უძლებს, ბიჭო შოულებს, აი კუდის კიცინი დარბის. ზამთარშიც კი, რატო აწვევი, რატო უძლებ? რათა? იმაში რო არის, ვინ აგიხირა, ვინ გაგაუბედურა, ვინ ჩაგაგონა? მართლა გეუბნები, იმდენად მარტივია, როგორ ჟანგბადს სუნთქავ ხალხო, წუთი ვერ გაძლებს ჟანგბადის გარეშე. თუ ბუნება სამართალი ქონდა, ყველაზე მეტი ძვირი და ყველაზე მეტი შრომა ჟანგბადისთვის უნდა დაგეხარჯა, ასე არ არის? ჩვენ ხო ფულს ხარჯავთ და სინამდვილეში პირიქით რო არის ჟანგბადზე, წყალზე, პურზე ნოლს ხარჯავთ თითქმის. და რაზე ხარჯავ ფული? რაზე არ ყოფნის ფული? აბა რაზე არ ყოფნის ფული? მინარევებზე, იქ კოკაკოლებზე, ლამაზ რაღაცებზე, მე-100 ხარისხოვნებზე. პირველ ხარისხოვანი რო გინდოდეს არაფერი არ გინდა, მაგრამ რატო აკეთებ იცი? კარტრიჯი დაგიჯდა, ფერადი კარტრიჯი არა გაქვს და შავ-თეთრი გაქვს და ულამაზოა ცხოვრება და სუშები თუ არ ჭამე და რაღაცები არ გააფერადე, ბუბედური ვარ. რატო იცი? კარტრიჯი გაგითავდა, ბავშვი არა ხარ უკვე. სამყაროს არ უყურებ ლამაზი თვალებით, პოეტური და ყველაფერი გაფერმკრთალდა და შენი ბრალია, იმიტომ რომ ხედვა დაკარგე. დაგიმძიმდა და მე გარეთ აფერადებ, გემო, სუნი, ლამაზი, იმიტომ რომ ვალდა თუ არ და ჟარგოზები ლოკებში ხარ უკვე.
სინამდვილეში პირიქით სული უნდა გაიფერადო. მადლური შემო ყველაფერს ლამაზად ხედა. ჭადი და ყველი გემრიელად ვისაც უჭამიეს და მეთახმება რა. კარგად რო ხშია და წყალდა და არასდროს არ გიდა დამთავრდა აი ლოღინი. არც ხშია, არც ყურე, აი кайფობ მაგრამ და ამ დროს ფათხაფოთხი ჭამ რაღაცებ რესტორანში მიდიან რატო აკეთებ სი ტვინს ატყუებს თუ ნახე შენ 500 ლარიანი სუში შეჭამე ბიჭო ბედნიერი ხარ შენ ვიღაცები ჭაჭამე ვერ დაესიზმრება ვერავის ის გემო რას უბრალო ბავშვს რო აქვს ბავშვობა რომ ახსოვს 4-6 შვილი ვიყავით ჩვენ და ძალიან ღარიბ ოჯახში გავიზარდე სახლიც კი დაგვეწყო და მე მახსოვს რომ მშიერი ვიყავი ბავშვები პური ოქო და ცხელი პურს დედაჩემი რომ გამოაცხობდა ასე გატეხდა ოხშივარ რაზი თუ ახლა ყველი ოქონდა ხო ფლად და უყველოდაც კი აი ეს პურის გემო ბავშვი რო ჭამ ჩვენ გემო თვითონ დავკარგე და იმიტომ გახდა ცხოვრება უგემური და მე გემოებს ვაძლევ ცხოვრებას იქ რომ რაღაცები შემოვიტანოთ ტბილი გემრიელი კარგი ამ დროს შენ აღქმაშია 64 შენ თვითონ ხარ პაპაი ოქრო შენ ქვინი 64 და ჯოჯოხას ეს დაგავიწყდა შენ და გარედან კიდე ბალიშები შემოიწყო და გაამრავლო რაღაცეები არაზოს არ დასრულდა კარგით აბა მე არაზოს დასრულებაზე დავასრულოთ ახლა თორე მართლა ეს ჩვენი საუბარი ძალიან დიდხანს გაგვიძულდა საუკეთესო ერთ მინუტას რო გთხოვოთ რა რაღაც კითხვა მინდა თქვენთვის მეორე ის რა ვერ ჩართულია მოკლედ თქვენ როგორც იზახდით რომ ძველ პერიოდშიო როდესაც ჩვენ წვენას ვახსენებდითო ნუ ხარხარი ხო მე ვიყავი ეგეთი ხო ანუ თქვენ იყავით ეგრე მე მაინტერესებს რა იყო ყველაზე რთული დაბრკოლება ღმერთის მიღების გზაზე ანუ თქვენ როგორ იცამეთ რომ უფალი თქვენთან იყო და არსებობდა თვითონ ღმერთი ჩვენ ჩემი ნათესავი ხარ თუ დათვის ნათესავიო ბიჭო დავამთავრე ყველაფერი და ახლა ყველა სუსტერტზე მაჭერ ახლა რომ დავიწყო 2 საათი არ გავჩერდები გინდა აი შენ გინდა თუ არ გინდა მითხარი და ახლა თორე მე ვერ გამაჭერებ ისოთი მოგისმენთ არა 2 საათი არა მაგრამ მოკლედ აი პოდკასტებს ხო უსვეთ თქვენ ბოლოს აი ჩაიწერეთ და მართლა ძალიან კარგად ყვები თავიდანვე 2 საათიანი ვიდეოა ჯაფარასთან საშა კაცმანთან ბევრი მეფთან არის ამებს ეს ვიდეოს ვერადი მაგრამ რახან ცოცხლად ისა ყავარ და აქ შეგიძლიათ 2 სიტყვით აი უყურეთ მე მაწუხებდა მაშინ აზრი ჩემი ცხოვრების მიზანი რაშია მე რო გითხარით რა ფუნქცია რაშია მიზანი მარილი ამარილებს დავუშვათ და თუ დამარილებს უნდა დაკარგა მარის ფერიც აქვს წონაც აქვს მაგრამ მარილი არა აი კაცში რა არის ესეთ მარილი თუმცა თუ დაკარგა ივლის ილაპარაკებ დიპლომიც ექნება მაგრამ კაცი არ იქნება აი როგორც მარილი დამარილებს უნდა წართ მარილი ისე მარილია კაც ფერიც აქვს წონაც აქვს მაგრამ არის მარილი არ არის მარილი რაღაცა რა არის კაცში ის რომელიც თუ დაკარგა მიუხედავად იმისა რომ გარეგნულად გავს არ არის ფუნქცია აი როგორც გადამწვარი ნატურას გარდა შეხედა ჩვეული ნატურა მაგრამ ვოლფრამი გაწყდა შესაბამის ფუნქციას ვერ ასრულებს აი ამან მომკლა კომუნიზმი ეს ვერ მომცა ათეიზმი ვერ მომცა აი ყველაფერი იბადება იზრდება კვდება და სიკვდილის გახდა შედის სასჯელი როგორ მოკვდები ეს სიყვარული მე გოგო რომ მიყვარდა მეთქი სამყარო იმას ჟარგონზე რო თქვა ახალგაზრდებზენა 3D-ში რო ხედავ სამყაროს ანუ სხვა განზომილებაა რა სიყვარული პარალელურ სამყაროში ხარ მართლა გეუბნები ეგ ახლა ვისაც წვევია დამეთავ და მე ეს მენანებოდა ეს სიყვარული ჩაქრება მოკვდება ხო მეუგრებია და რომ მოკვდება რა რჩება სიბნელე და რა ეს გაქრება აი ეს იყო პროტესტი ჩემთვის ამიტომ ვირწმუნე სწორედ ენას უძღოდა წინ აი ეს სიკვდილის შიში ცოდების სიმძიმე ცოდვის ძალა რაღაცეები რომელიც არ გინდა და გეწებება აი პავლე მოციქული ამბობს ამას აიკითხავ ნახა ხო და უბრალოდ დასაცინად წავედებით ხუხარი სახარებას და იქ აი მოხდა წმერა როგორ შეიძლება ჩვენ არ ვიცით როგორც არ იცი შე როგორ გადადიხარ სიზმრიდან სიფხიზდეში როგორ გადმოდიხარ წამი გახსოვს აი რომ იძინებ შენ შეგიძლია დაიჭერი მდგომარეობა როცა გადადიხარ სიზმარში ვერ იჭერ აი რა ძალიან ძნელი ნუ არსებობს ტექნიკა მაგრამ ჩვეულებრივად ხო რა წამს გადადიხარ იქით არ იცი ზუსტად ესე გემართება წმენა უცბად რაღაც მომენტამდე რაღაც გაჯერებული ხარ რაღაც ისადაკ მდგომარეობა რომ მეტი გინდა ვიდრე არსებული რეალობა კითხვა გაგმიძე პასუხი არა გაქვს აი ეს უნდა ამიტომ მოსკეს ნეტარია სულით გატაკი ანუ ნეტარია ისე ვისაც წყურია გაიგოს თუ ვიდარი თვითონ და სამა როცა ეს წყურული პიკს აძლევს ხდება გარო უკვე შედეგია უკვე და არ ვიცი რა არის შედეგი რომ წმენა ამას ვერ გამოთქვა ეს როგორ მე პირადი გამოცდილება გეტყვი ეს არის დაახლოებით უყურე
რომ აი იავნანამ რა ქნა თუ გაყურებ ფილმიც გამოიცა გოგებაშვილის ნაწარმოები, მე ფილმი 92-ში გადაღეს, უნიკალური ფილმია. ქეთოს ხო მოიტაცებენ. ქეთო იზრდება როგორც ლეკი გოგო და როცა ისე უკან მოყავს, მშობლებს ვერ ცნობ. ჩვენ ძაახობით ეს ჩვენ 64 შვილები ვართ. უბრალოდ მოგვიტაცეს, წუთისოფერმა გაგვიტაცა და გვავიწყდა და თავი გავაიგივეთ ბიოქიმიასა, ლეკი ვარ. ანუ მე ვარ ბიოლოგიური მასა. 64-ის ფესვი არ მახსოვს, ეს ზღაპარია, მაგრამ ვიღაცა არის, რომელიც ამ ხსოვნას ატარებს. უბრალოდ არ იცის, მაგრამ იცის რომ ეს ცხოვრება ასეთი ამისთვის მე აქ არ მოვსულა. აი ნახე, კითხვა დაგისვიან, ბიჭო, ქმარი წყავს, ორი წყავს, ან არ ყავს, ნასწავლი ხა ფული, რა მნიშვნელობა? უბრალოდ კითხვას ვამბობ, ეს არის ისთვისაც ამ ქვეყანას მოვიდი, არ ყოფილა ეს კითხვა თქვენ ცხოვრებაში? არ დაუფრითია გული? უბრალოდ კი არა, აი მართლა არ დაგაყენა კედელთან და არ გაიძულა რომ მიპოვე პასუხი, თორემ მე შენ არ მოგასვენებო, არ უთქვი ამ კითხვას და გიპოვეთ მე პასუხი. თუ გაზარმაცით სანახევროდ წახვედი და გამანებე თავი კაცო, ამის პასუხი ვინ რაიცის? დაიღალეთ, ვერ გაყევით ამ კითხვას ბოლომდე. აბა ვინ გაყვა ამ კითხვას ბოლომდე და ვინ მიიღო პასუხი? იმიტომ რომ ადამიანი დიდი ნიშნით აქედან იწყება. მანამდე ჩვენ ცხოველი ვართ, არ გეწყინოთ? ცხოველი რა შეურაცხყოფა რატო არ კაცო? რა გინდა ჭამთ, სვამთ, მრავლდებით, იგივე საკეთებს ცხოველი და კვდებით ისიც კვდება. განსხვავება არის 0. უბრალოდ ჩვენ ორ ფეხზე დავდივართ, ჩანგლით ჭამთ, ისინი ცოტა უკულტურები არიან. თანამდებობის შეუფერებლები, მიწიდან ჭამენ უზდელები პირდაპირ. აბა და ჩვენ ტრაბახობთ იმიტომ რომ 5 ჩანგალი აქეთ არის და 10 დანა აქეთ. და რაც უფრო მეტად სპეციალიზებული ხარ, გაწყებილი ხარ, მით უფრო კულტურული ხარ. ამით ჯობი ხარ ცხოველებს? ყველაფერში გჯობია. მუშაობაში ვირი გაჯობებს. დედობაში კაკაბი გაჯობებს. მელია რომ მოვა, აქეთ ბარტყები რო ყავს, რა ქნას არის ის საწყალმა კაკა ბარტყებს გადაეფაროთ თუ თავი გადაიჭო, ბოლოს გული უკდება, შუაში უსკდება გული. ხესო ცეცხლი მოეკიდო დედალ მამალი. ბუდეს აზიან და იქ ხო შეუძლია გაფრინდე, არტოვებენ. და ადამიანი რამდენიც გინდა დედა არ გეწყინოთ, სანაგვეში დაუტოვებია შვილი, მამას მოუშორებია ცოლისთვის თუ ბავშვი. რამდენიც გინდა უსყაროდ უპატრონოდ მიუგრიათ, მიუყრიათ საკუთარი შვილები. ასე რომ ახაც ვერ დავიკვეხნით. თუ იტყვი რომ მე იმიტომ ჯობი ვარ ცხოველებს შვილები მიყვარცო, ცხოველები გაჯობებენ, რომელიც ყარყატი გაჯობებს კილომეტრებით მოდის, შახვით მოაქვს შვილისთვის საჭმელი, თავს მოიკლავს და ბოლო ლუკმას აჭმებს მას. კარგი, კიდე რით დაიკვეხნით. ერთგული ხარ ოჯახის? მგელი გაჯობებს, გედი გაჯობებს, არ დაგესიზმრება. გედი რომ მოგდება, მეორე გედი მთელი ცხოვრება ერთგულიან თავს იკლავს. გელი ხალისკენ არ გაიხედავს და მიპოვეთ აბა ერთი ისა. კაი. რით ვაჯობებ მაშინ? ხო და შესაბამისად აი ეს ყველაფერი ხო გითხარით რომ მე რომ გითხარით ახლა ქეთოს იმაზე რომ გითხარით გახსენებაზე აი მაგის თქმა მინდოდა თლიანად წაშლილია ყველაფერი არ ახსოვს და ამ დროს იავნანას ღერის დედა იმიტომ დედა გამწარდა იმიტომ ხედავს რომ ვერაგებინა დედამ კი იცის რომ შვილია მაგრამ იმან არ იცის დება გოგო და რა გავაკეთო რა გადა სიმწრისგან გაახსენდება დედას ბავშვობაში სულ თქმით ბავშვობაში რომ მღეროდა იავნანა ამის ღინ დაიწყებს გაუბედავა და რო აყვება და ეს ბავშვი მისი სული გულის გულში აი გარანტიულ ინსტიტუტებს შეგახსენებ და არ შეგეშინდებათ მერე ძნელი აღარ არის პოვნა რაც რამეა დაკარგული რადგან რასაც კარგავს ხსოვნა ღრმად ინახავს ჩვენი გული ანუ აქ შეიძლება მე რაღაცა სკლეროზი დამემართოს ალცგეიმერი რაღაცა და სახელიც კი ამომიშალოს ქრისტე და ღმერთის სახელი და დედის სახელი და ყველაფერი წაიშალ ფაილი მაგრამ გარანტია ამბობს არა არის ცენტრალური სერვერი გულში ღრმად ინახავს იქ ვერაფერი ვერ წაშლილ მთელი ჩვენი ისტორია 64 ჩვენ გულის გულში მიწერია გასახსენებელი გვაქვს აი მე რა დამემართა მე 64 გამახსენდა სრული ამ მნიშვნელობით მე როდესაც ის ციტატა წამაკითხე სიყვარულზე ყდარი ვიყავ ხო გითხრა სიკვდილის შიში წოდების და რა ხდება ეს აი გეტყვით რა არის აი როგორც ქეთო წარმოიდგინეთ რომ დედას ვერ ხედავ და უცბად იავნანა და დედა აი ესე გახსენდება შენი თავი გახსენდება უფრო სწორად ამას ვერ გადმოგცემთ ვისაც არ გამოუცდია და
და შედეგი რა იყო? ეს ხო არ იყო უბრალოდ ისე უბრალოდ ემოციური ფონი. ორი თვის მანძილზე ესე ვიყავით და ჯარში რო წამიყვანეს, იქიდან კათედრა ქონდა ჩვენ უნივერსიტეტზე, ახალციხეში სამთვიან კურსებზე, საოფიცრო კურსებზე. იქ ჯარში ფიცი ხო უნდა მიგვიღო საბჭოთა კავშირის ფიცი. ფიცი არ მივიღე. სიხარული, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი ხა ათეისტური ქვეყანა იყო და როგორ მე ქრისტიანი ვიწმინე, მე არ შემეძლო რა ათეიზმი დამეცი. 5 წელი მქონდა ციხე გამაფრთხილეს. კგბ გაწამებსო გამაფრთხილეს, უნივერსიტეტიდან გაგიცხევ გამაფრთხილეს. როცა განცხადება დაუწერე, ასე სიცილი ამიტყებს და ყვირილი დამიწყეს. არანორმალი, ანუ სახში ვიყავი, გამახსენდა. ისი რა სრული ვერ ახსენე. თუ წამებში მაინც ქონიათ ესეთი გაელვება, ანუ აი სულს რო და ვერ იჭერ, აი დეჟავისაც ეძახიან. მართლა გახსენება, აი უბრალოდ ვერ იჭერ. აი ჩემ შემთხვევაში ეს მოხდა დაფიქსირდა, გაიხსნა და იმის ფონზე უკვე ყველაფერი შუშის ნატეხი ხდება, ყველაფერი ყდრეთი დამდგარი ხარ მართლა. ამას ვატარებ ჩვენ ლატენტურ მდგომარეობაში. ამიტომ ბიბლია ყდრებს ეძახის ადამიანებს, რომლებიც ცხოველი დონის ცხოვრობენ და არ იციან ისი პატრონი არის. არის ესეთი ხოჭოები. თუ გინახავთ რომ დაბომყავენ ქოვანები რო აქვს თების ნაცვლად. ისინი დაფრინავდნენ თავის დროზე, გადაიჩვიდნენ და ახლა რო უთხრა გაფრენა იცი შეიძლება აქეთ შემოგედავეს ის ხოჭო ვისასულელები. რა დრო ფრენა არისო, ეგო გიჟიკი არა ვარ ვიფრინო. ამ დროს ფრენა იცოდა, მაგრამ საკმარისია ეს ხოჭო აიყვანო ზევით, ეგ მე-10 სართულზე გადმოაგდო. რას იზამს? დაეხეთქება მიწას და თებს გაშლის. აი განსაცდელებს რატო უვლებს განგება? ის რომ ფრთები რო ატროფირდა, შენი ფრთები გადაგიგვარდა და რქოვანა გაგიხდა და გონია რომ არც ღმერთი არსებობს, არც სამოთხე არ წმენდა, რაღაცა დაგემართება იმ წუთას გაშლი ფრთებს, რომ დავიწყებული ქონდა და სხვად გარდაიქცები, არგო ჭუპრი და პეპელა რო გამოდი. მეტამორფოზა ხდება. უბრალოდ ადამიანი გაქვალდა თავის ცხოველურ ბუნებაში, მაგრამ ის მაინც ინახავს იმ გულის გულში ინახავს სამოთხესოვრად, უკვე ინკუბაცია საჭირო, სითბო უნდა მოხდეს, ზერა უნდა მოხდეს, ქრისტემ უნდა შეგხედოს, განგება უნდა და გააღვეს შენ და იქიდან აღდგები, ანუ გახსენდება მოხდება შენ. სხვადასხვა ქართულში დააკვირდებით, ხსნას აქვს სიტყვა ნიშნობა გახსენები. ვიხსენებ, გამახსენე, ამიხსენი. ნახე, სუხსენება, ანუ ხსნა არის გახსენებაში. კაცი რო ეთქე გონსმოდი რა არის? გახსენება, რატო? გონი რა არის? ვიგონებ, ანუ ვიხსენებ. მომაგონდა, ანუ მომახსენდა. შესაბამისად, გონიერი კაცი ვინ არის? ხსოვნიერი კაცი. უგონური ვინ არის? დაავიწყდა ვინ არის? თავის ათულას იწვის კუჭნაწლავიდან აქედან. იმის იქით რა იყო არის სული არის დაავიწყდა, წყდომა მოხდა. ქრისტე რატო მოდის რომ გაგახსენოს? ქრისტე შენი პროფილი სულათია, უფლისულობის, რომელიც მამა შენი გეძებდა, წარმოგიდგინე უფლისული იყავი 3 წელსა მოგიტაცეს და უკვე ვიღაცასთან გახარ საჭმელ სასმელ ჩვეულებრივი ცხოვრებით. აი შენი ცხოვრება არის გადაგვარებული იმასთან შედარებით ვინ იყავ. ალბათ მამა შენი და მოდიან მაცნეები და გაჩვენებენ ფოტოზე. ბიჭო ვინ იყავი შენ? ქრისტე არის შენი პროფილის უფლისულობის სურათი. შენ იხსენებ შენ თავს და ბრუნდები უკან. აი რა უნდა მოხდეს. ასეთი რო ხდება, ეს მაშინ ხარ ქრისტიანობა. იღვიძებ, გონსმოდი ხარ, ყდრეთი დაღდგები, რა გითხრა, მა? მერე ხდება მაგის უკვე დაცვა და კულტივირება, უკვე ის უკვე შენ უნდა გამოზარდო. კარგით. მერე შევხვდებით კიდე. აი თუ ბავშვებს აი ჩემი ის მიუთითეთ, თუ გინდათ არის აი YouTube-ი გვერდზე ნახონ მამა გურამი ჩაწერო და ძალიან ბევრი მას აწყდებით აი თემაზე რაც ვილაპარაკეთ და კიდევ ბევრ თემაზე. და თუ რამე დაგაინტერესებთ, ჩემი ტელეფონი აგერ არის WhatsApp-ზე თუ დაინტერესდებით, მომწერეთ, პასუხსაც გაგცემთ და რაღაცა ვიმეგობროთ, თუ გქონდეს ურთიერთობა.